აი ამ ხალხს შენ თვალებში როგორ უყურებ, არ ვიცი. არ ვიცი. რითია უკმაყოფილო ბატონი ომარი და ასე შემდეგ. $4000 ბიჭო. ბიჭო, ხო და გეკითხები, რატომ მეჭუბები ვერ. როგორი კომპიუტერი გჭირდება, რომ 1-3 წელი ითამაშო. არ ვიცი ხა მე გამიტრუხდა თუ 100 ერთიანი რო გაგშენ ვიღაცას ვისაც 240 ერთიანი აქ ჩუმოთ მოგეპარება უკნინ პროგრამისტი ხო იცი როგორ ხდები ხოლმე Starbucks უნდა გედოს გვერდზე და MacBook-ი უნდა გქონდეს გაშლილი და всё ეგრევე კოდები რა 16 რო ვიყიდე მეგონა რომ 14 მიჭირავს ხელში ანუ შენ 1 საათი წარგაკული არა ძმაო ვიჯექი და აი ვინამე მართლა გეუბნები მეთქი რატო გავწო გამორცე ფანუ სურვილი არ გაგჩენია მეტი? არა, არც მივკა როგორც შევფუთე ჩავდე, მეორე დღეს მივიტანე უკან მაღაზიაში. დღეს მე მინდა ჩავწერო ერთ-ერთ უძვირფასეს ადამიანთან, რომელზეც ხაზი უნდა გაუსვა, ომარ გაჩერდი ახლა არ ჩამერიო ლაპარაკში. ხაზი უნდა გაუსვა 2 წელი ვეხვეწებოდი. არ გვინდა ეს მიმიკები რა 2 წელი ვეხვეწებოდი აი ამ პოდკასტის ინტერვიუს ხო თუნდაც მით უმეტეს 3 წელი შეუსრულდა აი ამ პოდკასტს რომელიც უნდა ჩაწერილიყო და მეღირსა როგორც იქნა და ლამის არის ეხლა რომ დავამთავრებ ჩაწერას არ გაუთიშავ ხვალამდე რომ ველაპარაკო ეს რა დავიმსახურე აღარ ვიცი მოკლედ და 3 ნაწილი ჩავწეროთ და მეორე კიდე ღია წერილით მიმართავ ლაშასაც. აფრიკა. იმ კაცსაც შენზე უარესად არ უყვარ, ვარ? მე რა რო ეხა ამერიკის ვიზის ვადა გამივიდა, რა ვქნა ეხა? არც იმა, ხო? მაგასთან მე მგონი 5 წლიანი იუბილე მაქვს შესრულებული. მე რა რო ეხა ვიზაზე ვადა გამივიდა ამერიკის, რა ვქნა ეხა? არ შეიძლება ინტერვიუ? კარგით. წარმოგიდგენთ, თუმცა წარმოსადგენი არაფერი არ ჭირს ჩვენს ბატონ ჩიტიშვილს. Go let's please. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ესე გულღია საუბარი გვექნება ტექნოლოგიებზე. რამოდენმე კითხვა მინდა დავუსვა ბატონ ომარსაც და ერთობლივი აზრები მინდა მოგახსენოთ. რა გამოვიდა ვაფშე რასთან გვაქვს საქმეები საიტკენ მივდივართ. რითია უკმაყოფილო ბატონი ომარი და ასე შემდეგ. პირველი კითხვა ბატონო თუ გინდა რავი თავს თუ გაიმართლებ წეღალას თქვი ვისარგებლობ ეხა ეს პირდაპირ ეთერი არ არის მაგრამ ნუ როგორც არის რა მივესალმები მაყურებელს მოგესალმებით ყველას იმედია ისიამოვნებთ და იმედია კაი პოდკასტი გამოვა რა და ეხა მიხეილს არ ეშლება ეხა რაღაც საინტერესო კითხვები ექნება მომზადებული და ავი ნახოთ რა საინტერესოა მოკლედ მე ხოძზე ვარ მიხ დავაი დავაი ეს პასტა ხო იცი რომ კარგია ესე რა მაგარია საპარაკო ეს ჭკვიანი სახით ჯდები ხო ყურზე გაიკეთე ვაფშე არა ეგ არა iPad-ის ის არ გამოდის ყურზე ის ის არ მაგ კალკის ქუდი არ מחურია მე და შეატრიალე 5G-ს მივიღებ მე ეს დაამოყვა ეს რო ატრიალე მე რა კეთებ ეგრე აი გუნა დაამოყვა უნდა ვიარო უდარნიკებთან მეზობელი მყავს ამზადებს ამ ტრიალზე მე მიდი პირველი კითხვა ბატონო ომარ. დიახ. ნუ ეხა ამდენი წელია რომ გეხვეწებოდი, უფრო ახალი ტექნიკა გამოვიდა, ტექნოლოგიები შეიცვალა. ვინახავდი ამ ყველაფერს მიხ, იმიტომ რომ მაშინ არაფერი არ იყო ისეთი სალაპარაკო, ეხა კარგი. ეგ არის გათვლა. კაი ბატონო. მოდი დავიწყოთ ესე. ომარ, ჩვენ ყველა რა, ორივე შენც და მეც გვიყვარს აპარატურა, ტექნიკა და სულ რაღაცეების გატესტები და რაღაცეები, ხო? აი მე მაინტერესებს შენი აზრი. მე დავბერდი ძალიან, მე ვეღარ ვგრძნობ სიახლეებს. თუ რეალურად რაღაც гаджеტს რო უყიდულობთ, მართლა დიდი ვეღარაფერი ვერ იცვლება. აი ბოლოს რა იყიდე ახალი, ოღონდ ისეთი ახალი, რომელიც წინა ვერსია ქონდა. აი ის гаджеტი რა. თქვათ შედარებისთვის რო ავიღოთ, რატო იცი რომ რაც არ ქონდა შეიძლება ანუ ვერ მიხვდე რა ისეთ პონჩი რომ დიდათ რამე შეიცვალა თუ არა
აი რაღაცა წინა ვერსია გქონდა და 3 წლის მერე იყიდე თქვა, თან შემდეგი ვერსია იყიდე. პირადად მე ვეღარ ვგრძნობ, არ ვიცი ხა, მე გამიტრუხდა თუ ანუ აი ტელეფონებზე მე ვთქვი, რომ აი მე7 პიქსელი მაქვს, ხო? აი ხა მე10 რო გამოვა ვყიდულობ, ბაზარი არ არის. მე7-ს მერე. მაგრამ მე8, მე9 ჩემთვის არაფერი არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ნახე კიდევაც გავტესტე კიდევაც და აზრი არ ქონდა, არაფერი არ შემეცვლებოდა გარდა ზედმეტი 1000 რაღაცა დოლარის დახარჯვისა. შენი პასუხი მაინტერესებს. ბატონო, ბატონო. ანუ როგორ რაღაცა იცი? ორი ვარიანტია მან რა. პირველი უკვე იმდენად ვეღარ გაკვირვებს ახლად გამოსული ბჭყალებში, ახალი მოდელის, თუნდაც smartphone-ები, თუნდაც რა ვიცი, სხვადასხვა гаджеტები, იმდენი გაქვს უკვე ნანახი, მიმოხილული, რა ვიცი, გატესტილი, რომ ეგეც მოქმედებს რა, რომ აი ვეღარ გაკვირვებს რა ტექნოლოგია, რა ვიცი, ნუ ეხა აი ტელეფონია, ხო, აი რა უნდა ჩააყენონ ისეთი აი ამ ტელეფონში, რომ ვაუ თქვა, ხო, აი რაღაც გავუცდე. ეგეც არის რა. ეგ ერთი. მეორე არის, რომ რეალურად მართლა არაფერი არ გამოდის ისეთი სიახლე რა, აი, არ ვიცი, აი წლიდან წლამდე ძირითადად, ხო? ავიღოთ iPhone-ი ავიღოთ. წლიდან წლამდე აი 14-დან გადავედი 16-ზე რა. ბოლო iPhone-ი მქონდა მე 16 Pro Max. რა იგრძენი. გეფიცები? აი რო გადავიტანე რა, ყველაფერი ხო იცი როგორც გადააქვთ და რაღაცა. სათავშორის კარგად აკაკეთებული ეგ iPhone-ს რა. ყველაფერი მონაცემები რო გადავიტანე. ზივარ ბიჭო ესე ორივე ტელეფონი მიჭირავს ხელში. რომელი გეჭირა აღარ იცოდ ხო? თეოს, ჩემ მეუღლეს ვეუბნები რა, მართლა 16 Pro Max-ი მიჭირავს მეთქი მეორე? აი იმდენად იმედგაცრუებული ვიყავი გეფიცები ძმაო. მეთქი რაში დავხარჯე ბიჭო ფული? აი არ ვიცოდი, აი ორი ტელეფონი მიჭირავს, თან აპლიკაციები ხო ერთ და იგივენაირად გადადის რა, განლაგებაც რო არ იცვლება. ესე უყურე, არა უყურე, გვერდზე ერთი ღილაკი აქვს დამატებული. ხო, ეგ ფოტოს ისა რა, რომელსაც არავინ არ ხმარობს და არც იხმარს ცხოვრებაში. მე ყოველდღე ვაწვებოდი, რომ გამეხსენებინა რომ iPhone 16 Pro Max-ი მქონდა. ცერათითი ოღონდ ცოტა უნდა წაიტ ხო ისეთ ადგილას არის. აი გეუბნები ეგეთი იმედგაცრუება 14-დან თან არ მქონია რა. არ ვიცი, შეიძლება ხა ბევრი დაწერსო კამერაში არო დიდი გარღვევაო, მაგრამ უყურეთ როგორი რაღაცა კამერა smartphone-ში მე დიდად ისე დეტალურად არ უყურებ რა. მე რა ვიცი, უფრო screenshot-ებს ვაგროვებ ხოლმე მე რაღაცას თუ დავინახავ რომ დავიმახსოვრო ხოლმე ვიდრე რაღაცა ფოტოების გადაღება. არ მიყვარს ფოტოების გადაღება ტელეფონით რა და ზოგი ამბობს ხოლმე მსმენია ბევრისგან რომ რას ლაპარაკობ ომარ ბიჭო, რამდენი სიახლეა იქ კამერაში რაღაცა wide angle გაზარდეს, უფრო დიდ იმაზე იღებს კუთხეზე, იქ რაღაცა ტექნოლოგიები ჩაამატეს, აი მაგალითად ავტოავარიაში ჯვარი წერია ყველას ღმერთმა დაიფოს, თუ მოუყევით იქ სენსორი ამოქმედება, რომელიც შეთან არ მუშაობს. ო, და კიდე გახსოვს ის რომ გამოვიდა სატელიტში იქ რეკავს და ორ ქვეყანაში რომ მუშაობს, კანადაში და ამერიკაში რომ მუშაობს მარტო. ეგენი აქო რატო უკარგავდა ბიჭო მეთქი, კაი აქ, მაგრამ აქ მუშაობს? არაო. დაბა რა თქინდა ეგ ფუნქციები, კაი აქ. პირდაპირ სპუტნიკზე ხარ მიბმული ძმაო. კი. ხო ნუ აი იგივე მაქვს ხოლმე მეც მოკლედ რა, მოკლედ რო თქვათ, აი ემოცია აღარ მოვაქ რა, ერთი სიტყვით ახალ ტექნოლოგიებს გაჭირდა. ანუ მე დაუწყნარდე, სიბერე არ არის? ეგრე. და დარწმუნებული ვარ უმრავლესობა დაგვეთანხმება ამაში რა. უმრავლესობა არ დაგეთანხმება, იმიტომ რომ აი ნახე, აი არც ისე მინდა რომ ვიღაცას ეწყინოს და რაღაცა, ანუ იცი რა არის, ბევრი რაღაცა რომ თუ არ გამოიარე, კარგს ვერ ხედავ, მიხვდი? ანუ ცუდსა და კარგს შორის ხო ნებისმიერ რაღაცა, რასაც პირველად ყიდულობ, შენთვის ყველაზე მაგარია ეგ, ხვდები? მაგრამ აი ეს წინები და ბევრი რაღაცა უკვე გატესტილი და ნანახი რო გაქვს, არ არის რა. აი აღარ არის რა, ხო ხვდები? ანუ ცუდს ვერ გაიგებ, მაგაზე კარგი თუ ვერ ნახე, ხო ესეა? ხო, ეგრე. ხო და შენ რო პირდაპირ ის ცუდიც რო იყიდო, ისიც კარგია შენთვის, ხო ხვდები? ანუ მაგაზე უკეთესი სანამ არ აქვს, ხო? და ამიტომ უმეტესობა ვერ დაგეთანხმება მაგაში და მაგიტოა რომ აი ეს ყველაზე მაგარია და რაღაცა. კიდევ დიდი იმედგაცრუება რომელი იყო, იცი? PlayStation 5 Pro. ხო. აი ეს მაგარად შეხებათ მინდოდა რომ ვიყიდე ძმაო.
რატო PlayStation-ში მე ხა ვერ გეიმერობ სიმართლე რო გითხრა, მაგრამ PlayStation-ი მეც მithქვავს, რომ მოდი ერთი ვიყიდი ეგდოს კი ვიცი რომ ტვერი დაედება, მაგრამ 1000-ში ერთხელ რო ჩარჩავ. არა, კონსოლი ეგეთია, იყიდი 5-6 წელი ხელს არ კიდებ, მაგრამ მე მქონდა 5 და გადავცვალე Pro-ში. მაგრად ვინანეც. მეთქი ესათო გავა. მოიცა Pro კიდე ცალკე ანუ ყოველ ეგრე გამოდის ხოლმე რა. და რა მარკეტინგული ფინტი იყო Pro-სა და ჩეულებრივ შორის. Winchester-ის CD-დე? ეგეც პროცესორი ოდნავ უფრო დარაზგონებულია, ასე ვთქვათ. და ასევე აქ დამატებული უფრო განვითარებული ray tracing-ი. ეხლა ხოდა ანარეკლები, თემები, ხელოვნური ინტელექტი ჩართეს, upscaling-ი დაამატეს და 4K-ში უფრო მაგარ გრაფიკაში სტაბილურ 60 FPS დაიჭერსო. მაგრამ ეხლა მაგას ნაღდი 4K აქვს თუ ისე down sampling-ზე? უკვე ნაღდ 4K-ში როცა უშვებ, აქაც მოგვატყუა რა Sony. აქაც რო ნაღდ 4K-ში უშვებ, არა upscaling full HD. ხო, თუ ნაღდში უშვებ, ნატივით, თუ ნაღდში უშვებ. მაშინ აქაც ჩაკეტილი 30 FPS-ი გვაქვს რა. მაგრამ უყური აქ მარკეტინგულად რა მოიგეს? upscaling-ით როცა ურთავ, მაშინ 60 FPS-ია. upscaling-ით ხო, ეგეთი ხრიკი გამოიყენა მოკლედ Sony-მ რა და მაგაში მოგვატყუა მომხმარებელი რა. მაგრამ მომატყუა არა, პრინციპში მე მოტყუებულად არ გძნობთავს, იმიტომ რომ მე YouTube-ისთვის გავაკეთე ეს, მიმოხილვა მინდოდა რომ გამეკეთებინა. ნუ ისედაც მოიკვლევდი შენ ისე არ იყიდი პროსტა. ხო, მივხვდი რა. მე თავიდანვე ვიძახდი, ბევრი კითხვა იყო რომ ომარ, აბა ღირს, მეთქი არ ღირს მებო, მაგრამ მე მაინც ვიყიდი. ბევრი კომენტარი იყო პირადშიც წერდა ბევრი. და მეთქი უდავ ვიყიდო მაინც რა. თორე ვიცოდი რასაც ვყიდულობდი, ხა ისე არ აღმოჩნდა რომ აი ვიყიდე და აუ ეს რაღაც იმედები მქონდა. არა, გამიკეთე. არა. ნახოთ ვიცოდი რომ რასაც ვყიდულობდი რა. ეგ კი არა ბიჭო, ფეხი არ მოყვება $700 კონსოლს. ფეხი არ მოყვება რა დასადგამია. კარგია, მე ცალკე უნდა იყიდო ეგ ფეხი, როგორ გინდა. ცალკე $60. CD-ROM-ი სარ მოყვება, მაგრამ შეიძლება მოყოლოდა ბიჭო $700 კარგი. ნუ კონსოლზე კიდე ხო CD იმპონტში გინდა რომ მე შეიძლება გაცვალო თამაში და რაღაცა, მაგრამ უკვე ისე ტიპო 2018-ში წეგარო გელაპარაკებოდი შენ რომ კითხე იმ PC-ზე. მაშინ რო ავაწყო 2018-ში ის PC CD არ დამიყენებია მაგ წლებში უკვე. არ მინდა მეთქი, всё, აზრი აღარ აქვს CD. დღეს აღარ ვიყენებ. PlayStation-ის გარდა. დღესაც მით უმეტეს რა ის CD დღეს ინტერნეტზე სიჩქარე გააქვს ისეთი საკმარისი რომ რა ის CD ის. CD უკვე აღარ არის საჭირო ბატონო. PlayStation-ში კი რა, იმიტომ რომ My Market-ზე ნახავ სიტყვაზე ისეთ თამაშს რომელიც არის შოვება. ხო, ბეუშნის იყიდი რაღაცას და გამოვიდა და ხო რა. ხო, მაგონჩი ხო. კი. არა. ტელეფონებს დაუბრუნდეთ. დაუბრუნდეთ. კარგი, ტელეფონში, აი შენი პრიორიტეტი ტელეფონში რა არის მაგალითად დღეს? აი იმისათვის რომ ტელეფონზე თქვა რომ აი ძალიან მაგარი ტელეფონია. ბატარეიკა არ მაქვს ხედელობაში თავიდან მოიცა ბატარეიკას თავიდან. არა, ბატარეიკა მთელი თქვენი მომავალი 30-50 წლის პრობლემა იქნება. ბატარეიკის გარდა შენ აი რა უნდა კონდეს კარგი შენ ტელეფონს რო თქვა რომ აი მაგრა მევასება და $1500 ვაფშე არ დამნანები ამ ტელეფონშიო. აი რა ტელეფონი უნდა იყოს? ნუ ეხა smartphone-ი გვინდა არ გვინდა და ეხა ზოგი არ აღიარებს ამას, მაგრამ გინდა არ გინდა, რავი, ყოველდღე ჩვენთან ერთად არის. თითქმის ყოველდღე ხელში გვაქვს. სულ ეკრანში ვართ. ნუ ეხა ეგრეა რა, რეალობას თვალი გაუსწრებს. დღე თუ წუთი. ხო რა, რაც არის. პირველ რიგში რა თქმა უნდა დიზაინი რა. ანუ უნდა იყოს ასიამოვნო შესახედავი, ანუ დიზაინი უნდა იყოს ტელეფონში როცა იხდი. და მეთანხმებით ალბათ რომ არ არის პატარა ფული ახლა $1000 იყოს, 700 იყოს, 800 იყოს და მით უმეტეს 1300, 1500 უნდა იყოს ნამდვილად პრემიალური მოწყობილობა და ლამაზი, ასე რომ ვთქვა. მეორე, რა თქმა უნდა, ეკრანი უნდა კონდეს კარგი, კაშკაშა, იმიტომ რომ ხშირად გარეთ ვარ ხოლმე რაღაცა და უნდა უმკლავდებოდეს, ასე რომ ვთქვათ, მზიან ამინჩიც აი ამ ინფორმაციის იმას რა ჩვენებას. კამერა არ მაინტერესებს,
კი, კარგია რომ კაი კამერები აქვს smartphone-ებს თანამედროვეს, მაგრამ ძირთადად არ ვიყენებ ხოლმე ამ smartphone-ის კამერებს. იშვიათად რომ რაღაცა მაგალითად vlog-ისთვის დამჭირვებია, აი მაგალითად კამერა უცებ რაღაცა პაჟარნის სიტუაციაში. კი ბატონო, უცებ და უცებ გადამიღია და კარგია რომ აქ. მეტი რავი რა, ელემენტი არაო, არა და ეგეც უნდა მეთქვა. ხო და რავი. სხვა მეტი რა, ხა სიძლიერით აღარ სიძლიერას აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ ბოლო წლებში ყველა smartphone-ი უკვე დაფრინავს. ყველა პლუს მინუს უკვე არის უსწრაფესი. თუ ჩინური რაღაცა მამაძაღლობა, რაღაცა პადვალში აწყობილი $100-იანი ტელეფონი არა გაქვს. ყველა დღეს არც ერთ ტელეფონს ჭედავსო, ეგ სიტყვა არ არსებობს დღეს ტელეფონებისთვის. ბოლოს, რავი, 3, 4, 5 დაჟე. და 120 Hz მინიმუმ მიხ. აი გეუნები ახლა რომ გადავდივარ ხოლმე ძველ iPhone-ებზე მაგალითად, აი მარტ იმხელა დისკომფორტი. აი მაგასთან ახლა მე კითხვა მაქვს. აი უყურე. აი ნახე. გეთანხმები, ოღონდ 60 Hz-სა და 90 Hz შორის სხვაობას ხედავ, მაგრამ 90-სა და 120 შორის ვერ ხედავ. ანუ 120 Hz თუ მოყვება ტელეფონს, ბაზარი არ არის, კარგი პონტია, მაგრამ თუ 90 მოყვება, იგივეა. აბსოლუტურად იგივეა. 90 შორის smartphone-ში არ გამიტესტია სიმართლე გითხრა და კი, აგერა, აი ამას აქვს. ანუ ვერ ხედ, არაფერი სხვა არ არის რა, პროსტა ვერ ამჩნევ, შენ ვერ ამჩნევ, ადამიანი ვერ ხედავს. არა, მონიტორებიც ეგრეა, სხვათა შორის 120-დან უკვე ჩემთვის პირადად, არ ვიცი ხა თუ კიბერსპორტსმენია ვიღაც შეიძლება ამჩნევს, მაგრამ ჩემთვის პირადად 120, 144 165, 240, რავი, ჩემთვის ერთია რა, კი, სმუს გამოსახულება ყველგან. აი მაინტერესებს ახლა ზუსტად. აი ნახე, მე არ ვარ გეიმერი და როგორც გამიგია და ვიცი, აი ეს FPS თამაშებს რო ეძახიან რა, ანუ აი შუ ჩქარა და რაღაცა და ვაიმე უკნიდან ვიღაცა მოგვეპარა და რაღაცა. ანუ აი შენც ხო თამაშობ ახლა თქვათ. ჩემთვის ახლა ჩემი მონიტორის პრიორიტეტი არის სწორი ფერის დანახვა. მე მაგარი კიდია ესე ვთქვათ, ჰერცები, ჩემთვის 60 ჰერცი. ხო, თავზე გადამდის 60 ჰერცი, ჩემთვის თავარია, აი ეს დელტა იყოს 3-ზე ნაკლები, 2-ზე ნაკლები, აი საქმიდან გამომდინარე ეგრე გჭირდება. ცდომილების დელტა როა ჩემი საქმიდან გამომდინარე. მაგრამ აი ეგ მტანჯავს სულ და მკლავს, აი ეგ მაინტერესებს. აი ხა მაღალ FPS-იან თამაშებზე რო არის საუბარი. შენ 120 Hz-იანი გექნება, 144-იანი თუ 260-იანი. აი კონკრეტულ იმ სწრაფ თამაშებში სხვაობას ხედავ? ანუ თამაში ესეთი აუცილებელი არის? ეგ 120-სა, 144-სა და 240-260 პირადად ჩემთვის. ანუ პირადად ჩემთვის მეკითხები მე. ხო და ზოგადად თუ გაგიგია აი იმენა ისეთი ჩემპიონატებზე ვინც გადის კი რაღაცა ხა უკვე მანდ არის რამდენიმე ისა რა უნდა გამოვყო. უყურე. პირველი ჰერცი უნდა ემთხვეოდეს FPS. ანუ ჩვენ შეიძლება გქონდეს მაგალითად 240 Hz-იანი მონიტორი, მაგრამ ჩვენი კომპიუტერი ვერ ქაჩავდეს მაგდენ FPS. ანუ ვერ ადიოდეს მაგდენ FPS-ამდე. ვიდეო კარტასაც ხო? კი. ჩათვალე რომ მაგას აზრი ეკარგება. ეგ ერთი. მეორე დაჟე უარესია მე როგორც ვიცი როცა არ ემთხვევა ვიდეო კარტიდან გამოსული სიგნალი როცა არ ემთხვევა მონიტორის იმას მე მგონი მაგას იშველის ეხლა ისა რა ქვია ისინი რო უყენია Nvidia-ს ხო G-Sync-ი და უარესობას არ ვიცი მაგრამ აზრი ეკარგება მოკლედ თუ FPS-ი არ უტოლდება G-Sync-ი პროსტა იმას შველის რომ არ გეჭრება ესე გამოსახულება რესკათ რო უხევ აქეთ-იქით რა კი ბატონო ეგ მეორე ძალიან ბევრს გონია რომ რახან იყიდიან აი ამ მაღალ ჰერციან მონიტორებს გახდებიან პრომო თამაშები. ეგ იგივეა მეგობრებო რომ ეხლა ვიღაცა წავიდეს რომელიც აზზე არ არის ფეხბურთის თამაშის იყიდოს ორიგინალი ბუცები $500 სიტყვაზე ვთქვა პირობითად და იფიქროს რომ აი ეხლა მე უკვე რონალდინიო გავხდებიო. არ არის ეგეთი რაღაცა მეგობრებო. არა, იმიტომ რომ ბევრი მინახავს 60 ჰერციან მონიტორებზე დაფრინავენ. მაგას მნიშვნელობა არ აქვს. როგორი დევაისი კი, კომფორტია, რა თქმა უნდა, მაგრამ დევაისი skills არ შეგძენთ. ეგ ერთი. ეგ მეორე უფრო სწორედ. და მესამე, პირადად მე, ბიჭო, აი
როგორც თქვი წეღან რა, აი ვერ გძნობ ახლა ესე დიცხოვობას. აი კიბერსპორტი ასოციანი რო გქონდეს და 144 ჰერციანი როჟა იმ თამაში ჩუმად მოგეპარება. არა, როგორც ხარიცი თამაში ისე არიცი 240 ჰერცზე. რა მაგარი კითხვა დაგისია რა. 100 ჰერციანი რო გაქვს შენ, ვიღაცას ვისაც 240 ჰერციანი აქვს ჩუმად მოგეპარება უკნინ. ჩუმად არ მოგეპარება, მანდ არის ამის მიასედებში და რაღაც ეგეთი იმებში არის თაობა, მაგრამ უკვე იმერები მაგინები ხო ეხლა მაგას რო გაიგები? პრო უნდა იყო. აი მართლა უნდა იყო პრო, რომ აი ეგ სხვაობა შენ გეხმარებოდეს და ნამდვილად გრძნობდე თამაშის დროს. მე არ ვარ პრო, შესაბამისად, ნუ ეხლა ეგეთ სხვაობას და ეგეთ იმას ვერ გრძნობ. ანუ როგორც ვითამაშე. ამათ ეგრე გონიათ, რომ ჩუმად მოეპარება 240 ჰერციანი. ეგრე გონი. მართლა? ჩუმად არა, მაგრამ უფრო სწრაფი იქნება ისო რა. ბევრს ეგრე გონია სამწუხაროდ. ანუ აი სროლის დაჭერის დროს აქვს მანდ რაღაცა. მოძრაობაა მანდ უფრო რა. მე ეხლა უკვე გამოვიდა კიდე მაგნიტური კლავიატურა. მაგრამ მონიტორი შენ სროლას რითი აკონტროლებს? ვიზუალი თუ გააკონტროლ, ანუ შენ უნდა დაინახო უფრო სწრაფად და ანუ უფრო სწრაფად ხედავ, ხო რა? უფრო სწრაფად ხედავ რა. იდეაში, ეგრე არის იდეა გადმოცემა. ანუ მოგეპარება 240. არა, მაგისთვის უკვე მაუსების არის შესაბამისი 8000 polling rate-ებით და მაგნიტური სვიჩებით, კლავიატურები და ეგენიც გეხმარება ამ ყველაფერში. თქვი, კომფორტს გიზრდის თამაშის, მაგრამ უფრო მაგარი შენ ვერ გახდები. ანუ რა სკილიც გაქვს, ისე ვის გექნება, ვარჯიშია მაინც საჭირო რა. ერთი სიტყვით device-ი შენ skills ვერ გაჩუქებს. მაინც უნდა ივარჯიშო და მაინც უნდა კომფორტი. უფრო მეტად კომფორტია რა. იგივეა რომ ეხა მაგალითად ბევრი ხო დადის მაგარი სპორტული მანქანით, აი Lamborghini-ა ვიყოთ, Ferrari-ა ვიყოთ. ეხა იმას ხო არ ნიშნავს ვის მაგარი ნორბოლელია. ხო, იასნა. კომფორტია, ფული აქვს, кайფობს თავისთვის რა. ანუ ჩემთვის ბევრს ვთქვა სიტყვაზე რომ აუ რა თქინდა შენ ბიჭო ესეთი კომპიუტერი თამაში არიცი. გეთანხმები ძმო. შენ გენაცვალე. მაგრამ საქმიდან გამომდინარე მჭირდება. თან მისწორდება, აი სიამონებას მანიჭებს თორე. რა ვიცი ხო. ბევრი შეიძლება ხო ძლიერი კომპიუტერით უფრო მაგარ შედეგებს მიაღწევდეს ალბათ კიბერსპორტში. კიბერსპორტი არ არის ჩემი საქმე. ნუ ხო ხდები რა. ჩემთვის კომფორტია. ეგრე მეც დამიწერეს იქ რა გინდა მაგდენიანი კომპიუტერი რო უნდა დახარჯო და რაღაცა და ბიჭო რა ვიცი. რაც მამუშავებს და მაჭმევს უნდა დახარჯო ხა როგორ გინდა. თუ არ ჩადე ვერ ამოი ამ ასე ვთქვა. ხო, ეგრე არ არის. YouTube-ზე რო უყურებენ ხოლმე, ხო იცი ვიდეოებს, აი სკრინშოტი რო არის ეგეთი $10,000 კვირაში და ეგრევე ის არის რა. კლიკბეიტია ეგრევე რო დააჭერ და ტიპი вообще არაფერს რო არ გეუნება, პროსტა მაგისთვისაა გაკეთებული რა და ყველას რო შეჯერა, რომ ზეგ შეიძლება უცბად ფულის ჩაუდებლად პირველი ეგრე იწყება ხოლმე ვიდეოები, ხო იცი? არანაირი ჩადება, მაგრამ 10,000 კვირაში და ყველას ეგრე გონია და ეგრე იზრდება ბიჭო თაობები იმენა ამ Instagram-მა ხო დააინვალიდა ეს ხალხი რა მორალურად აი გონებრივად იმენა დააინვალიდა რომ აი ეს წარმატებას რო აჩვენებენ ხოლმე რა მაშინ შენც გითხარი აღარ მახსოვს დუბაიში არის გადაჭრილი ჯეტი ხო იცი პატარა თვითმფრინავები როა რა კერძო თვითმფრინავს ჯეტებს რო ეძახი დუბაიში ეგეთი რა მე ატრაქციონი მეგონა სინამდვილეში ხო იცი რისთვის არის მამაძაღლი ბლოგერებისთვის აი წარმატებას რო აჩვენებენ ხოლმე პროცესს იღებენ შიგნით ბიჭო ბიჭო $100 თუ რაღაცა გარედან მინდოდა გადაღება მაგ ვიდეო დაობენ ეგ ვიცი მაგის ჩაწერა მინდოდა მაგისთვის ვიდეოსი და იქ არა ძმაო ადი ახლა აქედანო შენ რას ქვია სამსახურს გვართმეყო ეგრე ანუ მინდოდა ეგ ვიდეო გამაკეთებინა აი როგორ მამაძაღლობენ მეთქი ანუ შედიან ფულს იხდიან ხო და აი როგორც კინოს პავილიონია რა ეგეთი გადასაღები ჯეტი არის შედიან აი ესე დაждდები ხო საქმიანი სახით ლეპტოპი გაშლილი ხო ის Starbucks-ის ჭიქა აუცილებლად უნდა გედოს ხო იცი ეხა ის გამახსენდა Instagram-ი და რეალობა ხო ანუ პროგრამისტი ხო იცი როგორ ხდები ხოლმე Starbucks-ი უნდა გედოს გვერდზე და MacBook-ი უნდა გქონდეს გაშლილი და всё ეგრევე კოდერი ხარ რა ზუსტად იგივეა ეგ ჯეტი არის და რიგი დგას ბიჭო გარეთ აი ეს რუსი ბლოგერები განსაკუთრებით რა და მე ისინი გასწავლიან წარმატებას როგორ უნდა გახდე წარმატებული რა შენ ჯეტი გქონდეს საკუთარი რა და ეგ საკუთარი ჯეტი არის $100 თუ რაღაც 1 საათი რა აც მიფრინავს არსად პროსტა მანქანებზე ვიცოდი მანქანაც იგივეა ხო იმ ლამბოებს და იმებს ქირაობენ და ჩადი შენც $1,200 ჯდება კაი ხანი რო იკატაო რა ლამბოზე რა
წადი თუ გინდა აბუდაბიში, უდაბნოში იქ იკატავე და გადაიღე მე და დადე YouTube-ზე, აი ჩემი ლამბო როგორ მოგწონთ და რაღაცა და ჩამოხვალ აქ ისე ჩაჯმული ბლოგერი ხარ. ვის ატყუებ რა ასატყუებ, ან შენ თავის როგორ არ გწყვენია, სარკეში რო ჩაიხედები. კარგი, მე მომატყუე, მაგრამ შენ არა, ნუ ზოგადად ეგეთ ხალხს სიცოცხლის გზნობა გამქრალია და მაგით. ხო რა, იცი მე. არა, ტყუდებიან ბიჭოს, ხათაშორის, ბევრი ტყუდება ეგეთ რაღაცეებს სამწუხაროდ. კი, ოქციონები ხომ ეხლა უფასო ფული არ არსებობს ბიჭო. ტყუდებაზე კი არ არის. გონებრივად მაგრა ერხევა ხალხს, ანუ იცი რა არის? აი ის ამ პატარა ასაკში ჩემზე პატარაა და იმას რატო აქვს უფრო მე, ანუ მე დებილი ვარ, არაფერი არ შემიძლია და რა. ხო, მე კომპლექსები ვითარდება. ხო, ყველას ხო ერთი ფსიქიკა არა აქვს, არა, მე კომპლექსდება და რეკავენ მე რა. გხვდები? მაგრამ ეგეთი ისიც არავინ არ არის ეგენი რო აჩვენოს, მაგრამ რადგან ეხა თუ შეგნება და გაგება არ უნდა, მაინც რომ ცანახო ვერ გაიგებს, ხო იცი ეხლა. ეგრეა. კარგი, მონიტორებზე ისევ. შენ გაქვს აი ესეთი დაღუნული მონიტორები. აჰა. რამდენად კარგი არის? Curve. რამდენად კარგია თუ განათებული გაქვს ოთახი ეგ მონიტორი მაინტერესებს. ირეკლავს თუ არა? ხო. ერთი-ორჯერ მე დავჯექი და ვერ დავჯექი, ვერ გაუძელი. ანუ იმ პონჩი რომ თუ მთლიანად ჩაბნელებული არა გაქვს, სულ მირეკლავს თვალში. ხო. არ საერთოდ არ მაქვს ეგ პრობლემა. აი მე იცი რა პრობლემა მაქვს, აი ერთი თუ დაიჭირა თვალმა, სულ მაგას უყურებ ხოლმე რა, მე ხო იცი აი ზაიჩქს რო დაიჭერ ყულ და სულ თვალში გეჭყლება რა. აი ეგრე მაქვს ხოლმე. აი მომწონს ძალიან, ერთი მთლიანი ეხა ეგ ფერებისთვის ეგ მონიტორი არ გამომადგება, მაგრამ აი საერთოდ ტაიმლაინისთვის მინდა რა, ვიდეოს რო კერავ და რაღაცა. თუ არა, აი პოსტა მიმოხო. არა, მე 1.32-იანი მაქვს. ეხლა 1.27. არა, მიმოხილო რო გადაიღე მაშინ. ხო, ის ველი 80, ხო, ოდისეი რო იყო, ხო? მინდა, მაგრამ აი ვერ გამიბედია რა, ანუ არ შუქები მიყვარს. შენ უკვე თუ რაღაცა შუქის წყარო გაქვს, რომელიც პირდაპირ მონიტორს ეცემა, რა თქმა უნდა, ეხა, მაგრამ მე ხა ისეთი კაშკაშა რაღაცა პირდაპირ მიმართულების შუქი არ მაქვს უკან. და მაგიტომაც არანაირად რავი, ბიჭკოპოტი არ მაღლა ის მაქვს, რა ქვია, ამარანი მიკიდია შუქი. არა, ახალ მონიტორებს არ არის დიდი კუთხე დახრის. ისეთი როგორიც იმას ქონდა, ის ზედმეტად დახრილი იყო. ეს არის ოდნავ მოხრილი, აი არ არის რაღაც ძალიან კუთხეებში გადმოსული რა. ზომიერად არის ეს უკვე. ახალ მოდელებში ეგ პრობლემა თან ეხლა უკვე გამოვიდა ორი ვერსია, არის პრიალაზე დაპირით. არა, პრიალა ჩემთვის კატეგორიულად. ჩემი პრიალა, იმიტომ რომ ჩამ დროს მატი აღარ იყო და ეხლა ლაშა მიყი და მატია. მატი ძალიან მაგარია. მატოვი. სადღაც უნდა გაუტესტო რა, სადღაც უნდა ვნახო. ამო ამერიკაში ელაშო. აქეთიკით. ვერა მეთქი გამივიდა ვადა. ვერ განაახლეს. ხო, შესაგდებია. ბატონო. ესენ გეტყვი რა. იქ წამოვიდე გასატესტად. აბა ჩემი პრიალა არ მინდაო თორე ამ მოდი გატესტე ესეც. აი ნაი მო, გარგინა პრიალა წადი ამერიკაშიც. შეო, მარტივია დო. გადავიდეთ ახლა კომპიუტერებზე. კი ბატონო. შენ ის შაიტან მაშინა არა გაქვს? MacBook-ი. Mac-ი? ხო. მე არა, ჩემი ულეს აქტებს. მე არა, პირადად მე არა. კაი. PC. პრობლემები მაქვს ახლა მე შაიტან მაშინასთან. ანუ ნახეთ ახლა შენი გამოცდილებაც მინდა რომ დააფიქსირო და მეც ვიტყვი რა. კი ბატონო. პირველს ანუ მე ვიტყვი, ნახე არ შეიძლება რაღაცაზე იყოთ ესე მიკერძოებული და არ შეიძლება რაღაცა ლოგოს და ბრენდს აღმერთებდეთ უაზროდ მიუხედავად იმისა, გარგია თუ არა და იყენებ თუ არა. ანუ რისი თქმა მინდა. მე ხა მაგზე იძულებითად ვზივარ, ბოლო ეს წელიწადზე ცოტა მეტი გამოდის. იმიტომ რომ ჩემი PC ძველი დამიძველდა უბრალოდ 1080 მიყენია იქ და ეს პროგრამები ეხლა რომელიც მე მჭირდება უკვე ვეღარ მიქაჩავს იმისთვის. ეხლა Pro Mac M2 მაქვს. და კარგად უცუდად, ნუ რაღაცას შვება რა. ის წინა ვიდეო ეხლა შენც ნანახი გაქვს და ხალხსაც ექნება ნანახი და რომ დავთვალე PC მინდა ნებისმიერ შემთხვევაში. აი
გარდაუვალია ჩემთვის რა. ანუ მე საბოლოო ჯამში მაინც მივდივარ იქამდე რომ მე PC მჭირდება, იმიტომ რომ მე სხვა გამოსავალი არ მაქვს, ხა გეტყვით რამოდენიმე პრობლემას და ზოგადად. ანუ ნახე ვინც პირველი ვინც დაწერს რომ მაკი არ ჭედავს და ყველაზე მაგარია და რაღაცა პირდაპირ გეტყვით რომ არაფრის მქნელები არ ახართ. არაფრის შემქმნელები და იმიტომაც არ ჭედავს მაკი. всё. აი ეს არის ძალიან არ ვიცი ეწყინო თომა რა ვქნა ახლა აი ნუ რა ვქნა თან მაკი არ ევასება და თან მაკიც იწერს ახლა ვიდეოს არა ბაზარი არ არის ვამბობ კიდევაც რომ მაგ აი აპდეიტს წინ და iPhone-ს ესეც მაქვს იქით მიდევს Galaxy Tab-ი აგერ iPad-ი მაქვს მე ხო ვერ დამაბრალებ იმას რომ რომელიღაცა იმას Magic Pencil აქვს ხო ხო კიდე რა ვიცი მე კიდე უსასმენები გაქვს მაგრამ როუდიც მაქვს აგერ და ყველაფერი ხო მაგრამ ანუ იცი რას ვამბობ რომ არ შეიძლება რაც რეალურად გარგია და იყენებ კი ბაზარი არ არის მაგრამ მე ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში აი ხა გეტყვით რა ხო ამბობთ რომ მაკი არ ჭედავს აი ჩემთან უშუალოდ ეხა კონკრეტულად DaVinci Resolve-ში ხო როდესაც მივა საქმე 3D-ზე ანუ სამგანზომილებაზე რა ესე ვთქვათ რომ გადმოვაქართულოთ მანდ დამთავრებულია მაკის ამბავი მაქინე დამთავრებულია ყველაფერი ანუ აი ეს რომ ამბობენ რომ ეს GPU გვაქვს და ნეირონული და რაღაცა მამაძაღლობა ეგ ყველაფერი არის დიდი ბოდიში მაგრამ ტრაკის თამაში ანუ ტყუილია ეგ ყველაფერი იმიტომ რომ მანდ არის გაერთიანებული მემორი ესე შემოიღეს სესხულობს Winchester-დან ოპერატიულსაც და ვირტუალურ ვიდეოსაც მაგრამ რეალობაში GPU რო არის GPU მორჩენილი იმას არ ჯობია არაფერი ანუ hardware-ი როგორიც აგერ უყარს ომარის ძმას ვენაცვალებსაც და მეც ანუ Nvidia CUDA Core არ გაუქმებულა ჩვენ პლანეტაზე 3D არის 3D მაგაზე აი გიხსნით კონკრეტულად ჩემ შემთხვევებს აი რატო აღარ შემიძლია უკვე და რატო აღარ მინდა რა ტექსტიც კი რო დავწერო ანუ DaVinci Resolve-ში ტექსტი არის როგორც 3D ობიექტი რა რენდერზე რო ვატარებ ომარ ანუ ნახე რა ხდება რენდერზე DaVinci-ს აქვს ესეთი ოფცია რომ აი FPS-ი ხო არის FPS-ი რა რენდერის დროსაც DaVinci გიწერს რამდენი FPS-ი წამში ატარებს რა ამ რენდერს რა ჩაოლებრივ დროს აი შენ ახლა შენ რო ჩართო ხო Nvidia-ზე თქვა ვიდეო კარტა უყარს DaVinci-ს რა შენ დაგიწერს 500 FPS-ით რო ვარენდერებ თქვა წამში და 10 წუთიანი შეიძლება დაგირენდეროს რავი წუთნახევარში და რაღაცა ეგრე მინდა იბოქ ტექსტი გქონდეს მანდ რა მაკზე რა ტექსტ დასვავ თუ არა 3 FPS-ით მიდის რენდერი აი ამ შენ მაკზე კი სხვათა შორის ირაკლისთანაც გავტესტე ეგ ამბავი მე არ მჯეროდა ეხლა არ მჯეროდა რა ვიცოდი რომ ნუ ეგრეც იქნებოდა მაგრამ მაგ ხელა სხვაობების არ მჯეროდა რა ირაკლის კომპიუტერი AMD აქვს და 20 რაღაცა აქვს თუ ვწდები ვიდეო კარტა ეოჩაობის ვიდეო ხო იტოქში ძველი მაგასთან შედარებით დიდი სხვაობაა შარშან გავტესტე დაჟე შარშან თუ შარშან წინ 300 FPS დარენდერებდა არა ეგ DaVinci-ს ბრალია არა DaVinci რაშუაშია ანუ ოპტიმიზაციას ატوار უკეთებს არა კაკრას ჯიგრულად აქვს ოპტიმიზაციაც გაკეთებული DaVinci კაკრას მაკები უფრო უყვართ იმათ მაგრამ რატო უყვართ იცი რომ მაგრამ მაკის მეორე პრობლემას გეუნები ახლა color და gamma shifting-ი ანუ რა არის იცი ეს ფერები ირევა მაკზე ანუ ნახე შენთვის ეგა ეს როგორი უცხოა იცი იმენა შეიძლება გულში არა უცხო მე არა სხვა რაღაცას გეონე ეგ გულში დამცინი ხარ იმიტომ რომ ეგ პრობლემა არც გაგიგია და რატო უნდა კონდეს ვაფშე ხოდები ანუ მაკზე რო რაღაცა ვიდეოს დაარენდერებ YouTube-ზე რო ვატვირთავ ხუნდება ვიდეო მართლა ანუ YouTube-ზე კიდე ორ მაგათ ხუნდება, მაგრამ შენთან კომპიუტერში უკვე გახუნებული არის. და
და გამა shifting-ი მოსდის კიდე, ანუ ფერები ირევა. Rec 709 ხო არის ჩვეულებრივი, ანუ ვებში, YouTube-ზე, სოციალურ ქსელებში ხო Rec 709 ყველა ფორმატი და სურათის შემთხვევაში sRGB გვაქვს, ხო? ჩვენ ფერების სივრცე. აქ უნდა მივთითო Rec 709A. გამოიგონოს ეგეთი. მივუმატეს Apple-ის ფონტში, გაიგე? რომ ცოტა ნაკლებად გაახუნოს, თორე მაინც ხუნდება. და მაგას ვერაფერს ვერ უშვები. ანუ ტაგს ვიდეო არ უკეთებს, ტაგს სპეციალურ ტაგს სოციალურ მონტაჟებს მაშინა მე მაკებზე ძმა. ეგრე წვალობე. YouTube-ზე პროსტა დაგუგლე, აი ისა რა ქვია, რავი. აბა ის მაკები რო აქვს ის $20,000-იანები და $25,000-იანები. მნიშვნელობა არ აქვს, macOS-ის ამბავია, რომელიც დღემდე კიდიათ და პროსტა მიდის სირები არიან, მაინც იყიდიან. უკაცრავად ჩემ ფრანგულზე, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის რა, ეგრეა რა. მიდი კაც, მაინც იყიდია. 42 წელია როგორ შეიძლება სისტემა გამოდიოდეს და ეგ პრობლემა არ მოუგვარო ხალხს. აი ვერ ხვდები. გამა shifting-ი. და გახუნება, ეხლა ვიცი რომ გამოვარდებიან და შენ არ იცი რენდერი როგორ უნდა გააკეთო და მაგას დაიწყებენ, მაგრამ მთელი YouTube-ი დედის რაკს იგინება მარტო მაგის გამო რომ ბიჭო რაღაცა გვიშველეთ, აღარ შეგვიძლია, просто ხო ყიდულობთ, მაგრამ აი ამას რა უნდა, აი რა უნდა. ეგ PC-ზე არ არის, ეგ პრობლემა არ არსებობს ეგეთი რაღაცა რა. ანუ აი ხო ნახე ეხლა თვალები გაგიდიდდა ეგ რო გითხარ, იმიტომ რომ აი რა პონტია, ვერ ხვდები, რენდერია, ხო? და რენდერებ და გახუნებულია ვიდეო. აი, ხო იცი აი იმას რომ დააკლებ კონტრასტი. აბა რა შეთხოვენ ბიჭო ამ ხელაფულს მაშინ, აი. კაი MacBook-ი რო იყიდო ეხა ძლიერი რაღაცა 16 ინჩიანი ეკრანით. გინდა ერთი რა, ალბათ 300 მინიმუმ. 3 გინდა, ხო? ოღონდ ეგეც, ნუ აი 32 რო კონდეს ოპერატორი. ეგეთი ლეპტოპი რო ვიყიდო მონტაჟისთვის და ეგეთი პრობლემა შემექო ხო გულმა დამარტყალა. ხო და აი რა ვიცი მე რა გინდა რა მთელ YouTube-ზე აი სულ მაგ პრობლემის მოგვარებების ტუტორიალები დევს რა და იმაზე რა ხდება პრემიერზე არა მნიშვნელობა არა აქვს იგივე სიტუაცია ეგ DaVinci-სთან კავშირში არ არის ანუ ზოგადად არის ეს ყველგან ხუნდება რა Apple-ის რენდერი რა გასაგები იმენა ხუნდება რა აი კონტრასტს რო დააკლებ ხო იცი და ეგ აბლენდილი რაღაცა ესე ხო იცი საზიზღარი რა ბიჭო ხო აი გარეცხილი ხო პოლისტილოსავით კადრია რა და მე იწყებ როგორ ანუ რაღაცა მუღამი დავიჭირე ეხლა მე ანუ შენ რო ვიდეოს უყურებ სანამ დაედიტებ და უпроსოდ რო დაედიტებ და სანამ რენდერი გაქვს ხო ნუ შენთვის სულ ერთია ეხლა ორივე ერთი და იგივე გაქვს მაგრამ მე სანამ რენდერზე გავუშვებ ანუ რამოდენმე თვე დამჭირდა მაგისთვის რომ აი ეს დამეჭირა რა ის კონტრასტის ისა რა ანუ უნდა გავთვალო მე მაგრამ ყველა ვიდეო ხო ერთნაირად ფერებში და ერთნაირად კონტრასტში არ არის და ხანდახან მიწევს YouTube-ზე ანუ წარმოიდგინეთ ეხლა აი ხალხი ეხლა მიხვდება რამდენს ვიტანჯები თითო ვიდეოს ატვირთვაზე უნდა ავტვირთო რაღაცა პატარა ნაწყვეტი შევხედო ჯერ გახუნდა როგორ გახუნდა ეხა დავი მე ის თავში ვის უნდა კითხო ლაშას ანუ ზოგჯერ ლაშაც იგივე გეტყვი Rec 709A ტაგს უკეთებს ოღონდ მე ეთქობა ნუ კიდია უკვე ლაშასაც აღარ შეუძლია რაც მაგის დაწოთი ან კიდე ძალიან კონტრასტს უმატებს რა რაღაცა შევა, მაგრამ ეგ ზოგადად ეგ პრობლემა არის, სისტემის პრობლემაა რა. და კიდე თავისი ხმის არ ესმის პახოვდ რა. ანუ შეყობეში ეხლა Chrome-ს რო გახსნი, იქ YouTube-ის ვიდეო რო გაუშვა, ვიდეოს რო იწერ Chrome-ში, ხო იწერს იქაც, რაც გახსნილი გაქვს იმის ხმა. მაგს არ ესმის თავისი ხმა. ანუ სისტემ საუნდს ვერ იწერს და იქ რაღაცები უნდა დაუყენო და რაღაცა რო დაანახო რა ეგა ანუ ეხა OBS-ი დავაყენო ბევრი რაღაცა არ მინდა რომ გაუწელო ეხა ეს პოდკასტი ანუ OBS-ი დავაყენო ეხა OBS-ში ხმა ვერ შემოვა შეიძლება ვერ შემოვიდეს ანუ აი გარე აპლიკაციას რო ჩაურთავ რაღაცა ხმას იმას ეს ხმა შეიძლება სისტემ საუნდად ვერ ჩაიწეროს რა ანუ აპლიკაციებზეც დამოკიდებულია რა უმეტეს შემთხვევაში ვერ იწერს აღარ მინდა
კაცო და ააბშევს. ხო და მაგიტო თქვი რა, შენ როგორ ესე სახე შეგეცვალა, გაბრაზდი ახლა ეგ რო თქვი, რომ არაფრის მქნელებისთვის კი არ ჭედავს და ჩვენიერია, ბაზარი არა, Instagram-ს თუ სკროლა. არა, ზოგადად ბრაუზინგი და ეგეთი რაღაცები რა თქმა უნდა ეხა დაფრინავს ხო. ხო, მაგისტვის კი ბატონო. ჩვენიერია, მაგისტვის მეც მიყვარს. ბაზარი არ არის, მაგარია. აი მე რო პროსტა სკროლავდე და საოფისეთ მქონდეს და ტექსტებზე ძვირიან საბეჭდ მანქანად რომ მქონდეს შვენიერი ხელიდან ვერ გამაგდებინებდი იმენა ცოტში გეუნები და ჩემებისთვისაც ვიყიდი სიამოვნებით მაგრამ კონკრეტულად აი ამ საქმიანობისთვის რასაც მე ვაკეთებ საშინელებაა აი საშინელებაა პროსტა თორე ეხლა რო წამოვწვევი და მეორე 13-იანი ცხო მაქვს უპატარა. მაგრამ უკაიფობ რა. რატო უნდა დავმალო ეხლა რაც არის ეგ არის. მაგრამ აი იმენა აი დავინჩიზე დავჯდები და ვიდეოზე და რაღაცას დავჯდები თუ არა всё დამთავრებულია მანდ ყველაფერი. ტექსტ დავადებ თუ არა მკვდარია მაგი. მე არ ვიცი არ გამიგი ეგეთი რა ტექსტზე რო კვდებოდეს კომპიუტერი რა. PC ძმაო PC ხო, PC, hardi, კუდა ქორები, всё, მორჩა. ეხლა შენი გამოცდილება მითხარი? ახლა რასთან დაკავშირებით? MacBooks იყიდი? MacBooks? აი ამ ყველაფრის მერე? მე თუ ვიყიდი? არა. არა, სასკროლად არ გეუნები ხო? გითხარი სასკროლად მეც არა. სასკროლად მეც მევასება მეთქი. ბაზარი არ არის. ჩვენიერია. რისთვის მინდოდა იცი ადრე რომ ეყიდა? აი მაგალითად ეხა ხო აი მივდივარ ამერიკაში სიტყვაზე. კი ბატონო. კი. უცებ რომ დაარენდერო რაღაცა ვლოგი რა. აი მანდ გაჩერდი. რენდერი არ გინდა. აბა მაშინ არ მინდა. მე ვიფიქრე ეხლა ეგ თვითფრინავში რაღაც კინოებს რო უყურო და თვითფრინავში არ თვითფრინავში დაი 5 ტაბლეტი დრამინა და დაიწე. არა აღარ ვიყიდი. iPad-ი მქონდა სხვათა შორის და კარგი იყო. Pro. კი, მაგრამ მანდ კიდე ერთი პრობლემა არის. ხო ამბობენ რომ ეკრანები ყველა მაგარი გასწორებულია და რაღაცა. 16-იან MacBook-ზე, 13-იან MacBook-ზე, iPad-ზე ყველგან სხვადასხვა ფერები მაქვს ერთი და იგივე სეტინგებს რო ვაყენებ. აბსოლუტურად. მაგაზე რა სიტყვა. ტექნიკურად ერთ და იგივე მატრიცაა, ეგ დეტალებში არ ჩავძიებულა. ანუ iPad-შიც და MacBook-შიც ერთ და იგივე მატრიცაა ზოგადად გამოყენებული? კი და ახლა LG-ები დევს ორივეში, მაგრამ სულ რო ისე ავიღოთ რა, კარგი 16-იანი ავიღოთ და 13-იანი ავიღოთ და ანუ ერთი და იგივე color profile-ი მიყენია რა. როგორც გასწორებული მაქვს ჩემთვის, იგივე მაქვს color profile-ი. რადიკალური სხვადასხვა ფერები აქვს. აი ნიტო что, ну ხო შეიძლება ცოტა ის ნაკლებად კონტრასტული და რაღაცა იყოს და რა. არა, იმენა ფერებიც კი რადიკალურად განსხვავებული აქვს. მაგრამ ხო გეუბნებია რომ ყოველ წელს ამაზე მაგარი ეკრანის დედავატირე და რაღაცა. ანუ აი სუფთა ტექნიკურ გამოყენებაში, პროფესიულ გამოყენებაში სისულელეა. user-ისთვის ძალიან მაგარია. როგორც user. ეთანხმებით მეგობრებო. მაინტერესებს კომენტარები. ხო. ან user-ად კი შვენიერია. მაგრამ ტექნიკურად და პროფესიულად გამოსაყენებლად სისულელეა. სულ პრობლემა მაქვს, აი სულ რა. რო გაყიდო? ვის რა სჭირდება ერთ მითხრა. მაგრამ ეხლა რა გავყიდო, რა გავაკეთო? გაყიდე და აღარ დაარენდე. და წავიდე, ხო? და წავიდე. არა, მაგას რა ფასი? კონფიგურაცია როგორია? არა, პრინციპში ეს აჯდა არა, გაყიდე რა აწყობ. არა, კაცო, ვერაფერს ვერ. ეს იქ დუბაის ფასი გამოვიდა 3200. ეს ხო არ გავარასტამოშკე, იმიტომ რომ იქ ვიყიდე პირდაპირ. ავის დროზე, ანუ მაშინ რომ M2 ახალი იყო, მაშინ რომ იყიდე, ხო? ხო, ახალი გამოსული ხო ეგრე ვიცი ხოლმე, მივახტე ეგრევე რა, მე ხო არ ველოდები ხოლმე. ისე 3200-ად კი აწყობდი, მარტო case, კარგს. ეს როგორ პონჩი გამომივიდა, იცი? იქ რო ჩავედი, შეკვეთა იყო ისეთი, რომ პროსტა შანსი არ მქონდა რა, იქ უნდა გამეკეთებინა, ხო ხდები?
ხო, და დავай უცბად ფონტი იყო რა, სხვა გზა არ მქონდა, თორემ მე იასნია რომ PC-ზე მე მირჩევნია ის კომპიუტერიც ხო გახსოვს Amazon-დან დავსბორე, ნელ-ნელა ვყიდულობდი და ვაწყობდი რა. მე просто ესე უვარიანტოთ და ხوار ვეტყოდი ხა აი ძმაო იცი რა 1-6 თვეში PC-ს ავაწყობ და დამელოდე. ანუ იმ დროს და იმ წამს გჭირდებოდა მოკლედ. ხო, მე სხვა გზა არ Windows ლეპტოპი არა მე ძლიერი. მე ლეპტოპების მომხრე არა ვარ ზოგადად რა. ხო, მაგრამ აი პრობლემა მაგალითად აი რამე ძლიერ ლეპტოპში უკვე აღარ გექნებოდა დისკრეტული ვიდეო კარტით. არა, ლეპტოპის ვიდეო კარტა ხო მაინც კასტრირებულია და მაგით. კი, მაგრამ მაგაზე სწრაფი მაინც იქნება. ეგ პრობლემა მაინც აღარ გექნება. კი, მაგაში გეთანხმები. კი. რა თქმა უნდა. კი, 2ჯერ და 3ჯერ სწრაფი მინიმუმ მაინც იქნება 10ჯერ თუ არა რა. რამე იცი, იგივე ფასიანი, სხვადასხვა მაგარი გეიმინგ ლეპტოპი გამოგივიდოდა. კი, კაი ლეგიონი მომივიდოდა. კი. ან ROG. ის Asus-იც მოგივიდოდა, MSI-იც, რა ვიცი. კი, ROG-იც მომივიდოდა. კი. თან იქვე. აჰა. კი. ეწოდინება. всё, ტექნიკური თვალსაზრისით არავინ არ ეკარება, თუ დამიჯერებენ, არ ვიცი მე, მაგრამ მე ხო არაფერი არ ვიცი, ბაზარი არ არის და მაგას თუ გაითვალისწინებენ რომ მე რაღაცა ვიცი, მაშინ გეუბნებით რომ ტექნიკურად მიხელი არ გვირჩევს MacBooks. კონკრეტულად აი ამ ჩემს შემთხვევაში თუ ვიდეოზე მუშაობ და რაღაცა, ეხა ხო ვიცი აი როგორ მთელი მსოფლიო ვარენდერებს. ხო, არა, მაგას აგიწერე. მთელი მსოფლიოს იგივე ბუასილია გაჩენილი მე просто არ ამბობენ თორე. იმიტომ რომ უწყდებათ ეხა მე ფასი ხო, ხო არ იწყიან ეხლა $5,000 იყდის და მე აი არ მქონია ეგრე ჭიდროთ შეხება და აი მაგიტო ვერ color და gamma shifting-ი არის დრემდე პრობლემა მაგზე რა, იმენა სისტემური პრობლემა არის ეგ რა. ანუ ტაკს არ უკეთებს ვიდეოზე რა. ხარი რა, მე პირადად მე არ შემქმნია ეგ პრობლემა და არა, არ შეგექნება შენ არასდროს Windows-ზე. აი გარი. ეხა შენი გამოცდილება გაგვიზიარე PC-ზე. ანუ რას გეკითხები, უყურე? ეს 240 Hz-იანი მონიტორები და ისა რა ქვია, CUDA core-ები. ანუ ბევრს კომპიუტერი ომარ ჭირდება. აი ხო იცი, ვიღაცა ნაცნობი რო დაგირეკავს და ერთი მოდი რამე მაყიდინე რა, ჩემმა შვილმა მითხრა რაღაცა და ანუ ეგრე რო აწყობენ ტელეფონი კომპიუტერებს ხო იცი? ერთი მოდი რა და თავიდან ხო იცი არაფერი არ მინდა კაცო ტექსტებზე უნდა ვიმუშაო და რაღაცა და კომპიუტერზე გავხსნა. ხო და ბიჭო ფულს რო გადაიგე ძმაო ამდენი გადავიხადე არა და რამდენი გადაიხადე ხა $1000 ხო $1000 გადაიხადა თუ 1500 და დღეს ხო იცი ხა წესიერი კომპიუტერისთვის $1500 ვაფშე არაფერზე საუბარი არ არის იმიტომ რომ კვების ბლოკი და ვიდეო კარტა არ მოგივა ერთად ხო მაგაში მაგრამ მე ხო იცი უკვე რომ გადაიქდნენ მე ესდებათ ხოლმე კუჭი რა და ძმაო ამდენი გადავიხადე და ეს რა ხო ანუ აი ეხა შენი ბიუჯეტი დაახლოებით აი რას ფიქრობ როგორი კომპიუტერი გჭირდება რომ 1-3 წელი ითამაშო თამაშს რატო გეუნები იცი რომ შენი კომპიუტერი და ჩემი პრაქტიკულად ერთი და იგივე იმიტომ სარენდერო და სათამაშო კომპიუტერი ერთი და იგივე ხო ესე ხო ნუ სათაშორის ჩემი სეტაპი არის შეიძლება ითქვას უნივერსალური არის კარგი როგორც გეიმინგისთვის არის კარგი ასევე საქმისთვის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ხო იგივე კონფიგურაციაა გეტყვი ახლა რა ანუ აი რო არაფერში მაგალითად ყველაფერი რომ მაქსიმალურად გააკეთო ხო? ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ხო? მარტო кейსი? ხო, მონიტორი ხა ყველას ის არა აქვს ხა რაღაც პროფესიულად არ ჭირდება მონიტორი. მართ RGB იმებს არ ჩავთვლი. უბრალოდ სუფთა კომპიუტერის ნაწილი. RGB-ებში რა სხვაობას მისცემს? ზევიდან $400-500 ემატება უაზროდ. ეს არის უბრალოდ აი ისა რა. ხო, RAM-ების RGB და კულერების RGB. ეხლა მე upgrade-ი გავაკეთე. ვიყიდე პროცესორი, ვიყიდე დედაბარათი, motherboard-ი. აი ამ ორ ნაწილში მარტო პროცესორში გადავიხადე $700 და motherboard-ში $700. ორი ნაწილი დაждდა $1400. ამას ზევიდან უნდა ვიდეო ბარათი. მინიმუმ ჩემთვის პირადად. ორი? რა ორი ბარათი? 2000. ხო. არა, ორი არა. გეტყვი ახლა. ნუ ეხლა მე არ ვამბობ 50, 90 და 40, 90. ჩემ შემთხვევაში ეხლა მიდგას 40, 80.
გადააყენებ მაგას პირდაპირ? ამ ბარათს კი გადავდებ. ნუ ეხა ეს ამ შემთხვევაში მაგრამ ზოგადად ეხლა $1500 გინდა კიდეს ვერ ხო? კი, ნუ 1.4 გინდა რა. $4. გააჩნია ხა თავი ოპერატიულები? ოპერატიულებიც. 4 გინდა რა. ოპერატიული რამდენი? 64? 64 რა. 32 აი მინიმუმზე მინიმუმ. 32 უკვე ხო ადრე რო იყო. 64 კარგია რა. 64 კარგია რა თქმა უნდა. მე ხა ის 3 წელი რო ითამაშო. დაახლოებით. წესით უნდა ითამაშო 3 წელი. ისე ითამაშებ რო არ შეგარცხვენ ხო, მე რას გვიმზადებენ ეგარავინ არის ხა, მაგრამ 3 წელი წესით უნდა ითამაშო. ხო, მაგრამ აი როგორი რაღაცა ეხა უყურე თან გასაგებიას ვიდეო ბარათები გამოდის, ტექნოლოგიები გამოდის, პროცესორები გამოდის, მაგრამ თამაშები არ გამოდის შესაბამისი ბიჭო. აი ეგეც უბედურებაა თან ხო. მეორე მხრივ. არ გამოდის ისეთი თამაში, რომ აი რეალურად თქვა რომ ვაუ რა გრაფიკა აქვს და კი ოპტიმიზაცია ნაგავია. უყურე? ხო, მე შენი ვიდეო მაქვს ნანახი, აი იმას რომ არაგინებდი, მაგრამ ნუ ბევრი აღარ დაგაკლდა იმას. რომელს აბა როგორ თამაშს? თამაშს Assassin ვისია? Ubisoft ეხა 3 დღეში გამოდის ახალი. აი მაგ ახალ Assassin-ი არ დამავიწყდება მაგ ვიდეოში როგორ იყურებოდი რა Ubisoft-ის. ო, ნუ არა, კატასტროფა. თან უყურე ოპტიმიზაციას არაკეთე, ალბათ ესეც რა ვიცი შეთანხმებულად აკეთებენ ამ თამაშებს, ისე აწყობენ ამ თამაშებს, რომ სპეციალურად მოთხოვნები გაუზარდონ. მაგრამ შესაბამისი გრაფიკა არ მოგდის. არა გაქვს გრაფიკატო, მაგრამ FPS-ი დაბალი გაქვს. ანუ hardware-ის მოთხოვნილებას ზრდიან თვითონ ძალით. ო, კი, ეჭვიც არ მეპარება და ეგრეა, რომ აი გინდა არ გინდა, რომ განაახლო რა. კი, როგორც ესენი ყოველ update-ზე გიფუჭებენ ბატარეიკას ძალით. არ მოგდის, ბიჭო. ანუ არა გაქვს გრაფიკა რეალურად, რომ ისიამოვნოთ. აი ბოლოს რომელი თამაში თუ ისიამოვნე აღარ მახსოვს. თამაშით რითი გრაფიკულად, ვიზუალურად სილამაზით თუ სცენარით? ყველაფრით. არც არაფერი აღარ უვარგა ახალ თამაშებს. არც გრაფიკა უვარგა. გრაფიკა ეხა იმიტომ ვახსენე რომ კომპიუტერს ვეხებოდი და მაინც გრაფიკული მონაცემი მაგითო ვთქვი. თორე არც სცენარი არ უვარგა ამ ახალ თამაშებს. მე მახსოვს შენ ქონდა ის თამაში რაღაც იაპონური რაღაცა რო იყო. Tsushima? კიდე სხვა რამე არის ეგეთი? ვიზუალურად ლამაზი იყო ეგ მომენტი. ხო, Tsushima ძალიან მაგარი თამაშია. ლამაზი. და ეგეთი თამაში ძალიან იშვიათი არის. ანუ ლამაზიც არის, სცენარიც მეტნაკლებად კარგია, ფაითინგიც მოკლედ ყველანაირ ასპექტში არის ეგ თამაში შედევრი. აი ვიზუალურად მომეწონა და იმენა უყურე ვიდეოს რა. მაგრამ აი ეგეთი თამაშები გამოდის 4 წელში, 5 წელში ერთხელ, 3 წელში ერთხელ. ეგ ვისია. აღარ მახსოვს მაგის. ეგ იმენა იაპონელებისა, თუ პროსტა ეს თამაშს ქვია ეგრე. ეგრე ქვია თამაშს უბრალოდ. ეხლა გამოდის იგივე შემქმნელებისგან, ოღონდ ქალი სამურაი იქნება რა. აი ეგეთი ამბავია. ეხლა გამოდის Sony-ს თამაში, იქაც კაი თამაში უნდა იყოს. Naughty Dog-ისგან არის შემქმნელები არიან. ანუ ეხლა შენ ამბობ იმას, რომ ბოლო 5 წელია თამაში ვერ ითამაშე. არა, ბოლო 5 წელი ეხლა ეგრე არა. Spider-Man 2 იყო ძალიან მაგრად რო ვისიამოვნე PlayStation-ს. მაგრამ აი კიდე მაგას ვამბობ. ეგ მეც ვითამაშე PlayStation-ზე სხვათა შორის. მაგარი ძალიან Spider-Man. კი, კარგი იყო. პროსტა ჩემანაცომა იყიდა და ეს რო აუწყე და დაუდე და რაღაცა შევერთე და რაღაცა შემომეთამაშა. ეხა კი არ გავედი ბოლომდე და რაღაცა, მაგრამ შემომეთამაშასავით და მომეწონა. მართლა მომეწონა. უბრალოდ ეგეთი თამაშები კიდევ ვიმეორებ, რომ მინიმუმ 3 წელში ერთხელ გამოდის რა. ელოდე ხა 3 წელი. კონსოლი მაგ და მარტო FIFA-ს ვთამაშობ კონსოლზე. ეხლა სპეციალურად Assassin-ი ვიყიდე კონსოლზე, რომ რაღაცით დავტვირთო რა, ეხლა ეს Pro. აი ახლა 3 დღეში გამოდის, გადავიღე. შემდეგი კითხვა. კი ბატონო. აი ახლა შენ როგორ ფიქრობ? მე ჩემ აზრს დავაფიქსირებ და შენი აზრი მაინტერესებს. მე ვფიქრობ, რომ ბავშვებს, რომელსაც არ აქვს დიდი ბიუჯეტი, ცუდი კომპიუტერის აწყობის მაგიერი იყიდონ კონსოლები. ჩემი აზრი ესეთი. ყოველთვის მაგას ურჩევ ხოლმე ჩემს შენი აზრი მაინტერესებს ეხლა როგორც ჩემთვის შენ პროფესიონალური გეიმერი ხარ, იმიტომ რომ იყურებ ეხლა და თამაშობ და გესმის ეს თემა რა, ეხლა ჩემგან გასვლა მე ვაფშე ტლუ ვარ, იმიტომ რომ ბოლო 6 წელია თამაში არ ჩამითია საერთოდ, იმიტომ რომ მითამაში. ხო და ანუ ნახე რა მაინტერესებს.
ნუ რაღაცა ვიცი მე, რომ თქვათ კონსოლზე გრაფიკა მთლად ისეთიც არ არის, როგორც ჩვეულებრივ GPU ვიდეო კარტებზე. ნუ იქაც ახლა AMD-ის ვიდეო კარტა აყენია, ბაზარი არ არის, მაგრამ კომპიუტერზე, PC-ზე, ანუ არის გაცილებით უკეთესი გრაფიკა. სწორია? თუ მე მეჩვენება. არა, სწორია, მაგრამ უყურე რა ხდება აქ. მე არასდროს არ ვადარებ ხოლმე კონსოლს PC-ს. იცი რატო? ერთი მარტივი მიზეზის გამო. მარტო ერთი ვიდეო ბარათი, არ გვინდა ტოპ ვიდეო ბარათი. ავიღოთ საშუალო ვიდეო ბარათი, მაგალითად ახლა გამოსული 50-70 Ti ვთქვათ. ხო გამოვიდა Ti, ფონი არის Ti. ღირს კონსოლზე ძვირი, მარტო ერთი ნაწილი. კონსოლი ვერანაირად ვერ იქნება PC-ზე ვერ ძლიერი და ვერ გრაფიკული მონაცემებით უკეთესი. მაგრამ კარგად აღნიშნე ეგ რომ იაფიან კომპიუტერს, აი მაგალითად 3000 ლარიან კომპიუტერს, მარტო თამაშებისთვის თუ გინდათ მეგობრებო. ყველა ვარიანტში გირჩევნიათ იყიდოთ კონსოლი, ან Xbox-ის ბოლო კონსოლი, ან Sony-ის ბოლო კონსოლი. ბევრად უფრო მაგრად იკაიფებთ, ბევრად უფრო ისიამოვნებთ და ბოლო-ბოლო 4K ტელევიზორზე ჩაუჯდებით და გახავთ თქვენ საყვარელ თამაშებს, მაგრამ იგივე ფასიანი კომპიუტერი 2000-3000 ლარიანი მაქსიმუმ გაგიქაჩოთ საშუალო გრაფიკებზე Full HD-ზე. და ერთ წელში, ორ წელში ჩათვალეთ რომ всё გადასაგდებია და დაგჭირდებათ upgrade. კონსოლს კიდე ნუ გიქაჩოთ 5-6 წელი რა. თან როგორც გაყიდი ისეთი გადასაგდებია რა. კი. შენ თუ არ გინდა ეხა იმასაც არ უნდა, იმიტომ რომ იმასაც ათამაშოთ უნდა და რატო იგი. ხო და აი ამას რო ურჩევ ხოლმე მე ხალხს, აი ხო იცი როგორი რაღაცაა რომ ზოგს იმის გაგონება უნდა, აი იმის გაგება უნდა რაც უნდა რომ გაიგოს. და მე რო სხვა აზრს ვეუბნები, არა და მართლა ძმაკაცურად მეგობრულად მინდა რომ ისიამოვნა. აი ბევრს ვიტყვია რომ არა ძმაო, მე აი საქმისთვისაც ვჭირდება. ვეუბნებ, ნუ მაშინ იყიდე ძმაო PC, რაღაცო მეკითხები რჩევას. ყველა ვარიანტში ჯობია რა. აი ყველა ვარიანტში ჯობია კონსოლის, მაგრამ რო იყიდო. იმიტომ რომ კონსოლში მართლა მაგარი გრაფიკებია, არის მართლა დახვეწეს გრაფიკა, აი ისიამოვნებ რა. ხო. მეც ესე ვფიქრობ. კომპიუტერს არ უნდა შეადაროს, მაგრამ აი აზრი არ აქვს რომ კომპიუტერში, იმიტომ რომ აქ სხვა მონაცემებია, სხვა შესაძლებლობებია, სხვა გრაფიკული კონფიგურაციებია, ასე რომ ვთქვათ, იქ სეტინგებიდან იქ რავი 1000 რაღაცაა და ნუ ეხლა აი ხა შენ Sony Pro ვიყიდეო რო თქვი ბოლო Sony აი ეს ray tracing-ი კუდა კორზეც და იქაც ერთი და იგივეა? ერთი და იგივე თამაში შეგიდარებია Sony-ზე და PC-ზე? Sony-ზე და PC-ზე შემიდარებია, ოღონ Pro-ზე არა. ერთი და იგივე თამაშზე გეუნები რა. აი ეს რა თქმა უნდა, PC-ზე უფრო ბევრად წინ არის. PC ბევრად წინ. აი აშკარად იმენა თვალში გეცემა ისე წინ არის? PC რა თქმა უნდა. შეგიძლია ნახო კიდევ ასტესტები. PC ძალიან წინა, მაგრამ აი კიდე იქ მივდივართ, რომ არ გამოდის რა ეს თამაშები, რა გავაკეთოთ. აი ძველ თამაშებში, აი მაგალითად Red Dead Redemption 2. რამდენადაც არ უნდა მევასებოდეს ეხლა რა თამაშიც ეხლა ვიტყვი, Cyberpunk-ი. გრაფიკულად მართლა ლამაზი თამაშია. და აი ray tracing-ი თუ გინდა რომ გატესტო, უნდა შეხვიდე Cyberpunk-ში. მართლა ძალიან დახვეწილი ray tracing-ია. თან ახლა ახალი თაობის ray tracing-ი დაამატეს, DLC გამოვიდა ახლა რა. აი მართლა ძალიან ლამაზია რა. აი მართლა შენი კომპიუტერის შესაძლებლობებს და აი თუ გინდა ეს ტექნოლოგია შეიგრძნო, უნდა ითამაშო ეგ თამაში. აი მართლა მაგარია რა. მაგრამ ნუ თამაში იმდენად ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ არ გაგიგია ალბათ, იმიტომ რომ თელ სოფლიოში მოიარა ამან. ხელა მოლოდინი იყო და ისე იჩქარეს მაგ თამაშის გამოშვება, რომ იმდენი ბაგი ქონდა თავიდან. რატო ვინმე გამოასწრო უკეთესი თამაში და მაგითო იჩქარეს? არ ვიცი, არა, ბევრჯერ გადადეს. ანუ ვერ ასწრებდნენ, მე გადადეს 1-4 GTA სპონჩია ეგეც ალბათ, ხო? ხო, ნუ იმედია GTA-ს არ შეეხება 6. მაგრამ ნუ იმდენად ბევრჯერ გადადეს, რომ უკვე ვეღარ გადადეს რა ამჯერად უკვე და აი რაც არის ეგ არისო და 1 წელი მოუნდნენ, 1 წელი ბაგების დაფიქსვას. აი 1 წელი. ანუ გამოასწორეს მაინც, კი, რავი, ამბობენ რომ გამოასწორეს. აი ხა Nvidia Sponge-ში დავტესტე ვიდეო კარტა, მაგითო შევედი ხა თამაში, მაგრამ რა შედარება, ანუ ოპტიმიზაციას კარგია უკვე იმასთან შედარებით და აი პერსონაჟს ხედავდი მომენტში თავი უკრებოდა, ერთი იქით გაფრინდებოდა. მისია რა არის? ო, ნუ მისიას გადიხარ და არ გითვლის, ახლიდან უნდა გახვიდე.
საშინელება იყო რა, ძალიან მანქანით მიდიხარ და მიწაში ვარდები ტექსტურებში. გადაღებული მაქვს დევს არხს, ფაქტები. შევეშვი გავალებეთ. არა ძმაო. მე ერთი არგუმენტი გავიგე პატარებისგან რა, ნუ მოზარდებისგან რატო უნდათ მაინც და მაინც PC. და ისი ეშინია და მე მინდა რომ შენ გააქარწყლო ხა ეგ ამბავი რა. აი ნახე უყურე. ანუ ესეთი არგუმენტი იყო. ანუ PC მირჩევნიაო იცი რატო? იმიტომ რომ კონსოლი რო ვიყიდო, იქო თამაშების ყველა უნდა ვიყიდო და ხარჯი მექნება უფრო მეტი ვიდრე PC-ზეო. არ გექნება უფრო მეტი ხარჯი, არ არსებობს ეგეთი რამე. ეხლა დაკრეკვა უნდათ ეხლა ხო ხდები? ანუ ხო და ნუ რავი, რამდენი თამაში უნდა ითამაშო, აი ნუ ხო რა ვიცი მე. ანდა Sony-ზე ყველა თამაში $60 ხო არ გიქ ზოგი შარშანდელი თამაშია, ზოგი შარშანწინდელია, ხო? სტანდარტი ეხაც იგივეა, ხო? $60 ხო? $60. მოუმატიათ. ანუ აი ხა ვერსიები ადის 100-მდე რა. ხო, ანუ ეხა შენ მითხარი. პრემიუმი, ხო? კომპიუტერი ეხა 5-მდე დაგიჯდება, ხო? აი წესიერი რო ითამაშო, ხო? თქვათ. მონიტორიანად? ხო რა, აი 0-დან 8 ხო რა? კონსოლი დაგიჯდება რამდენი $600, ხო? PlayStation იმას თუ იყიდი, რა ქვია, 5 შოულებრივს მეორად ბაზარზეც იყიდება. არა, ნუ ახალი რო იყიდო რა. $400. $400 სადღაც. $400 რა. ო, ნუ 500 გაბერე, ჰა. 1500. აი რავი, რა უნდა ითამაშო ისეთი? ნუ რო ერთადერთი არის counter-ი მაგალითად, CS2, აი შუთერები. ერთადერთი მაგ გამართლებას მოუძებნი, აჰა, მაინც და მაინც თუ გამართლებაზე წავიდა. შუთერები რა. აი მაგალითად counter-ს ახლა ვერ ითამაშე კონსოლზე. რატომ აუსხო შეგიძლია ერთ Xbox. კი, მაგრამ მაინც ხდება რა. კი, ერთდება, კი ბატონო, მაგრამ მაინც ისეთი ვერ არის ახლა. თან counter-ი არც არის ახლა კონსოლებზე. 241-იანი მოგეპარება უკნიდან ეგ ამბავია? ხო. არა, ახლა კონტროლერით ისე თამაშობენ შუთერებს ხალხი დაფრინავენ. რომ მინახავს მე რავია, სასწავლოდ თამაშობენ, მაგრამ ჩინელები იმენა ჰაერში არიან, ხო? კი, რავი, კატასტროფებს აკეთებენ. მაგრამ ნუ აი CS-ი რა ალბათ რა, უფრო აი მაგას გავამართლებდი, მაგრამ როგორ რაღაცა თან იცი ბიჭო, აი სანამ იყიდიან, ბევრი თამაში უნდათ, რომ აი იმას ვითამაშებ, იმას ხამურად ყველაფერს რო ჩამოწერენ ერთად და მე არაფერს რო არ თამაშობენ, ბახო. თან ეხა სერვისებია, აი მაგალითად წელიწადში ხდი $60-80 და აკეტია. იქ საკმაოდ კაი თამაშებია. თან ივსება და ივსება ეს კოლექცია რა, შეგიძლია შეხვიდე უფასოდ გადმოწერო, ანუ აი ამ subscription-ს რო ყიდულობ, მაგაში შედის ეს ყველაფერი რა. ეგ Xbox-საც აქვს მე მგონი. Xbox-ა Game Pass-ი ქვია. ხო, Game Pass. ხო, კი, ნუ რავი, რატომაც აი ყველაფერია რა ვიცი. ანუ თლათ მაგასაც უკვე ვეღარ დავაბრუნებ, თამაშები ძვირიაო რა. აი ბოლო-ბოლო ერთხელ იყიდი მაგ subscriptions და ერთი წელი გააქვს რა. ხო რავი, მე მაგაზრის ვარ რომ აი მე მირჩევნია ეხლა იაფი კომპიუტერის მაგივრად. ანუ თამაშის არსი რა არის, რომ დაჯდე და გაგისწორდეს და დაისვენო და ისიამოვნო და თუ ტანჯვით თამაშობ რაღაც სიამოვნება ამაშინ, ხო ესეა? წადი კონსოლი იყიდე და წამოწე. გამიქაჩავს მეუნება. ბიჭო, კი ბატონო 10 FPS-ითაც რო გავუშვა თამაში, ეგეც გაქაჩავს. ხო, ეგეც თამაშია, მაგრამ თამაშია. ხო, აი ისიამოვნებ ვეუნები. აი მე მანდ უკვე მეთანხმებიან ხო ბაზარი არა. ეგა. თორე გაქაჩვით კი ბატონო, ჩართავს. მაგრამ აი თამაშია 10 FPS-ში, 20 FPS-ში. ხო, მეც ვიდეოს აგერ კომპიუტერი არენდერებს. 3 FPS. ის მაგს მიადგა. და თან მიხუნდება. ვერ გადაურჩები შენ. ხო, მაგარი კომპიუტერია ძმო. არა, ხო არის მაგარი, რა გინდა, MacBook-ი ცუდია? არა, ცუდია ძმო? არა, მე მაგად მევასება სიმართლე გითხრა. ხო, არა, ვიზუალურად მევასება. როგორ ლაპარაკობ MacBook-ზე? დროებს ლაპარაკობ, ცუდია? რა ვიცი. არა, ვინც მე ვამბობ. აბა მინდა ტექსტი მიეცი, თუ კარგია. აი ამ ხალხს შენ თვალებში როგორ უყურებ, არ ვიცი. არ ვიცი. ეგენი როგორ მიყურებენ ეგ არის. გაიცი პასუხი. გეც. წამოვიდა MacBook-იო ის. ვიცი ძმაო, არ შეიძლება ის. შემდეგი კითხვა. გადავიდეთ, აღარ მინდა მაგ თემაზე გეხვეწები რა. ნუ მახსენ ისიფნესოლნა რა, ნუ ხო გახსოვს ეგ. კი ბატონო. მე განახე, ფარა შენ მე ვიცი რომ ეხლაც რაღაცა ეჭვი გეპარება და არ გიჭირა რა. უნდა განახო გახუნებული ვიდეოები რა. მიხელის ვენაცვალემ ჯერა ძმაო.
სახალხოთ უნდა განახო. იბატონო, გავიდე ხადე ხალხმრავალ ადგილას და იქ იბატონო. ბოლოს რომელმა გაჯეტმა გასიამოვნა და თქვი, რომ ამაზე მეტის გადამხდელიც ვიყავიო, აი ისეთი სიამოვნება მიგაღებინა, რომელი გაჯეტი იყო. ოი. ბოლოს აი, ანუ 200 გადაიხადე და ისე მოგეწონა, რომ 500-იც რო ყოფილიყო, მიგირდაო რა. ბიჭო, 200 არ გადამიხდია, მაგრამ. არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ობიციას გეტყვი. ემოცია რა მომანიჭა დადებითი და სიახლე რა იყო ჩემთვის. ხო, იგივეა, გაგისწორდა რა. Fault 3. მართლა? მართლა. პირველადი თუ გამოყვა кай ხანი? პირველადი ასე. ემოცია? ხო. როგორ იყო, იცი? ერთი თვე გამიგრძელდა ეგ ემოცია. მერე უკვე ვიდეოც მიდევს მაგ თემაზე. შენ ახალგაზრდა ხარ. მე ერთი კვირაც არ მიგრძელდება. ახლა, ანუ სერიოზულად. ბიჭო, აი ეხლა როგორ რაღაცა იცი, აი დაუბრუნდები წინა კითხვებს. ერთფეროვანია რა. კი, უძლიერესი smartphone-ები გამოდი, Samsung-იც, Apple-ის, აი ძალიან მაგარი. მაგრამ აი ეს ემოცია უკვე აღარ არის, აი ადრე რო ხსნი. მე მგონი ჩვენი ბრალია მეთქი გეუნები რა. აი ესე რო გადავშალე, მაგრად ასწორებ და ოპა, ხო და ჩვენი ბრალია მე მგონი, ხო ეგა? რატო? რა? რა ვიცი მე თავიდან მე გითხარი რომ დავბერდი და გამიტრუხდა მეთქი, ყველაფერი მეთქი. არა, აი როგორ რაღაცა იცი? მოდი მაგ სიტყვას ვიხარ, მეც გაგვიტრუხდა ალბათ. იმიტომ რომ შეიძლება საქმიდან გამომდინარეც, ანუ შეხება გვაქვს ტექნიკასთან. აი ეს რო ვიყიდე 3 დღე არ გამყვა ემოცია, ხო გეუბნები? ხო და მე გითხარი რომ 16 რო ვიყიდე, მეგონა რომ 14 მიჭირავს ხელში ისე. ანუ შენ 1 საათი წარ გაგყოლე. არა, ძმაო, ვიჯექი და აი ვინამე, მართლა გეუბნები, მეთქი რატო გავცვალე? აზრი მითხარი მეთქი, აი ჩემ თავს ვეუნებოდი, პასუხი არ მქონდა. აი მართლა რატო გავცვალე მეთქი ტელეფონი? აი არ ვიცი, ეს უყურებდი 14 iPhone Pro-ს და 16-ს. აი აზრი, არ ვიცი ძმაო. ბიჭო, დიზაინი მაინც შეცვალონ. რაღაცა არა, დიზაინს არ შეცვლის დღეს არავინ. უყურე. არა, ვერ შეცვლია. არა, ვერაზე არ არის. აი ეხლა ნახე საითკენ მიდიან. ხომადი დიზაინია და მაგიტო. ნებისმიერი აიღე, პიქსელია. ეხლა iPhone-ი გამოდის, იმენა პიქსელი იქნება. ესეთი ბლოკი რო აქვს. ეგ რო თუ მართლა გამართლდა ძმაო, თავი არა აუთ გამოსაყოფი რა. პიქსელებს ხო დასცინოდნენ ეს რა არისო. აი ხა ესეთი რო გამოუვათ. გაიკეთონ ანუ ის 3 კამერა ექნება კიდე, მაგრამ იქ რაღაცა ბლოკს ამატებენ კიდე ეგეთი. ხო, ანუ დიზაინის არ შეცვლა რას ნიშნავს? ანუ დაგამახსოვრებინონ მაქსიმალურად, რომ აი ამას რო შეხედავ შენთვის უკვე პიქსელია, ხო ესეა? ამ კამერებს რო შეხედავ Samsung-ია შენთვის, ხო ესეა? ხო, დამეთანხმები ალბათ, აი ძველ დროში წავიდე. ეს რო შეგიცვალონ. ეგრეა, всё. ანუ ამას ეხლა მიხვდნენ და ეხლა შეჯდნენ ამ იმაზე რა, რომ აღარ შეგიცვალონ, რომ ანუ შორიდანაც რო გაცნობინონ თავის ტელეფონი. ხო ხტები? იდეაში ეგ არის რა. აი ხა Louis Vuitton-ის არ იყოს, ყველგან ერთი და იგივე ჩუქურთმა, LV, всё, გორჩა. და რო შეხედავ ეგ არის. ძველი დრო რომ ახსენდება ხოლმე Nokia-ები, Siemens-ები, Sony Ericsson-ები, აი რა მაგარი იყო, ყველა ტელეფონი სხვადასხვა. ჯერ ამ ხელახსენები მოყვებოდა, ამ ხელახსენები ზოგს დოკი მოყვებოდა, ზოგს 9 დამტენი მოყვებოდა. აი საერთოდ სხვა შეგრძნებები იყო და სხვა ემოციები. არქიო მასალა არ გადმომაღებინო ეხლა ბიჭო. კი, რომელია? 50? თუ რომელია? ხო, აი ნახე. აი რამდენად განსხვავებული ტელეფონები იყო. ეს ეხლა iPhone-ზე რო გააკეთონ, ჩაიჯო ტიპების სიხარულით. ხო და აი მაგას გეუბნები, აი სხვა ის იყო მაშინ რა. ხო და ეხლა ეგ უკვე გამქრალია, ეგ ემოცია, აღარ არის ეგ ემოცია. ხო, იმიტომ რომ მაშინ სიახლეები გაცილებით მეტად, რავი, როგორ ვთქვა. არ ვიცი. ან ერთხელ ვერ წამყუნებ რა, იმიტომ რომ რაღაცა პიქს მივახციეთ უკვე ალბათ ტექნოლოგიებში. და აი, რავია, აი უკვე ვეღარ რა, აი ვეღარ. მე ხავ ვფიქრობ, რომ 2 ნანომეტრს ჩამოცდებიან თუ არა, 1-5 წელი მინიმუმ გაჩერდება წინსვლა რა. იმიტომ რომ ფიზიკურად ლითოგრაფიის გაკეთების საშუალება აღარ ექნებათ, კაი ხანია. ანუ ეგ შენ იმას გულისხმობ, ჩიპების დამზადება როგორ ხდა?
არა, შეფერხდაზე არა. ანუ ეხა ხო არის მასალაც ვეღარ თუ რაღაც ხომ ორზე ჩამოვიდნენ ტელეფონებში 2 ნანომეტრზე, ხო? ის ხო ესე ლითოგრაფიით, ლაზერებით და მამაძაღლობებით კეთდება. ხო, 2-ზეა უკვე ტელეფონებში? 3-ზე არ არის? 3-ზეა თუ 2-ზე, ხო? 3-ზე როგორც ის. ხო, ანუ 2-ს რო ჩამოცდებიან უკვე მე მგონი რომ კაი ხანი დატორმუზდება, იმიტომ რომ ტექნოლოგიურად არ არის ფიზიკურად მაგის საშუალება რა. მე ესე ვფიქრობ, არ ვიცი რომ მინიმუმ 1 რაღაც მივიდნენ და აი უკვე ხო ხვდები რა. და ეხლა უკვე მისულები არიან, იმიტომ რომ აი დააკვირდი, აი ბოლო гаджеტები, აი 2 წელი, 3 წელი აიღე. ყველა აწვება ხელოვნური ინტელექტი, არაფერი აღარ არის. მარტო მაგას აწვევიან. ვის რა თუნდა შენი ემოჯიების დაგენერირება, იგე ხოცები მითხარი, ან კიდე ისა რა ქვია, ეხლა რო შემოიგეს პიქსელს 5 წლის წინ რო ქონდა კამერაზე თითით რო წაშლილი ობიექტს, ეხლა რო შემოიგეს და გულები გაუსყდათ, ისე გაუხარდათ, ვიღას რა თუნდა ეგ. დღეს რაც გამოდის, აი მთელი პრეზენტაცია, ომარ, რავი, მე დავაკვირდი ეგრეთ თუ ჩემთვის არის, მარტო ხელოვნურ ინტელექტზე ლაპარაკობენ რა. კი, ყველგან ეგრეა. ვიდეო ბარათებში ეგრეა. ყველაფერში არის უკვე ეს ხელოვნური ინტელექტი. ტელეფონის სხვა ფუნქცია თითქოს აღარ არსებობს რა. ანუ როგორ რაღაცა იცი კიდე მანდ მივდივართ. ტექნოლოგიურად უკვე ჰარდვეარზე უკვე ვერაფერი ვეღარ არის. და უკვე აი პროგრამულზე გადააქვთ ეს ისა გაიგე, ანუ რო გაათანაბრონ რა. ხო, ადრე ხო გახსოვს. ხელოვნური ინტელექტი რომ მოაშორო, არაფერი აღარ არის სალაპარაკო. არა. ადრე ხო გახსოვს, მულტიტასკინგი იყო და ფანჯრების გახსნა და რაღაცა და მორჩობს აღარ ჭედავს. მაგარი დინამიკი და იქ რავი HTC-ის ბიცის დინამიკა. აღარ ჭედავს უკვე. რაღაცზე უნდა გელაპარაკოთ. კამერასაც მეც ვეღარაფერს ვერ უზავენ. ფიზიკას ხო ვერ მოატყუებენ ეხლა ეს 5000 ზუმი და მამაძაღლობა ეკო მარკეტინგული აფერისტობაა ყველაფერი არ არსებობს ეგეთი რაღაცა. მაშინ უნდა იყოს AMSISC ხო შენი ტელეფონი და AMSISC-ები ვის რა თუნდა. ყველა დაწვრილებაზე ეს პერისკოპული ის ხო ეგეც მამაძაღლობას ისულელია რა. ხო იცი ხო მოზუმავ და კვადრატები აკვარელით ნახატია ყველაფერი გინდა ესა გინდა ნებისმიერ რაღაცა. ნუ всё ესეც მაქსიმუმზე მივიდა რაღაცა რა. კი. ეს ციფრული არ არის რა, ტყუილია ფიზიკას ვერ გაექცევი ძმო. განაერად ეხლა ზუმი არის ოპტიკური, რეალური. ხო ესე? რაღა დაგრჩა. ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტი. ხო. ეგ არის და ვაპარაკობ ხელოვნური ინტელექტზე. კატების და იმის სმაილიკების დაგენერირება რაღაცა. მერე ცოტა ხანი, ნუ ეხლაც არის შენი ემოჯის დაგენერირება. მერე უფრო მაგრამ მოგამსგავსებენ და 1-5 წელი 10 წელი გაგიწელავენ მაგითი და ეგ არის, მაგრამ რეალურად მე ვერ ვხედავ წინს. ემოციაო რომ მითხარი, ბიჭო, იმის Vision Pro გამოვიწყდა. მაგრამ იმაში არ გადავიხდიდი ფულსმა. რატო? $4000 ბიჭო. ბიჭო, ხო და გეკითხები, რატომ მეჭკუბები ვერ? რატო გითხრა ეხლა რატო ძმაო? რა არ გადაიხდიდიო, ეგრებით გაიგე. ეგრესა. აი რატო? იმიტომ რომ უყურე მიმოხილვისთვის რომ მომცეს მე ეგ მოწყობილობა. მეც გეტყვი მე როგორ რა ის მქონდა, ხო? ხო გავტესტეთ. მე და ჩემო მევღლებ რა, ვიდეოს გადავიღეთ, მაგარი ემოცია, უყურე მაგიდან. დახვეწილი, რაც ვიარები გამიტესტია, ყველაზე მაგარი არის Vision Pro, ხელები ამიწევი. მაგრამ უყურე უკვე მოვითავეთ ეს თამაში ამ Vision Pro-თი, დავდე ძმაო, მთელი დღე სახში მქონდა, აღარც გავკარები ვარ. იმიტომ რომ რაც გასაკეთებელი იყო რეალურად მაგ ეტაპზე. ყველაფერი გავაკეთეთ, ვიდეოს ჩავრთე, იქ რაღაცა ეს გავტესტე ეს ისენი ვირტუალურად როგორ ეჭირება, ყველა. всё, არაფერი აღარ. მაიც გაფიცებ, ანუ სურვილი არ გაგჩენია მეტი? არა, არც მივკა, როგორც შევფუთე, ჩავდე, მეორე დღეს მივიტანე უკან მაღაზიაში. კაი, სერიოზულად მაგას. გეფიცები ძმაო, ვიდეო როგორ მე პროსტა 1 საათით მქონდა და ეხლა მე ის ანუ მე მთელი დღე არ მქონია რა. ანუ ის რაც მე მუღამი მქონდა, უკვე გავისწორე, მეყო ის რაც მივიღე. გეფიცები მიხეილ, აი მართლა გევიდე. ანუ 1-2 საათში ამოწურე და დაბრუნების სურვილი აქვს. აი ხა სახში მედოს, არ მივეკარებოდი ძმაო, გეფიცები. იმდენად დაუხვეწავია იმ ხრივ, რომ არც პროგრამები არ არის ძმაო. ეს ელემენტის ფუნქციისიც არ მომეწონა. არ არის პროგრამები. ხო, მითუ აი კი მომავალში მაგრად დაიხვეწება, დარწმუნებული ვარ და ძალიან მაგარი მოწყობილობა იქნება, მაგრამ პირველ რიგში ძალიან მძიმეა, აი უმძიმესი მოწყობილობა.
შათვალე რომ რავი 600 გრამი თუ რაღაცა 1000 გრამი. არა, მე ეგრო გავიკეთე, ანუ და ის ელემენტი არ მომეწონა გარეთ რო გაქვს რა, აი ჯიბეში რო გაქვს ეს ელემენტი. ის აღარ მახსოვს quest-ი რამდენია წონაში, მაგრამ მე ეგრო გავიკეთე, ეხლა 1 საათზე მეტი არ მიხ 40 წუთი მქონდა რა. სიმართლე რო ვთქვათ, რეალურად რო ვილაპარაკოთ. 40 წუთი მქონდა, ერთადერთი რაც აი შენ რო თქვი ემოცია და რაღაც, რაც მართლა აი სუფთა ჩემი რაღაცა ზადროტული იმით რო შევხედოთ რა. ძალიან მაგარი ნავიგაცია კი არა და გატრეკვა შეუძლია კარგად. ანუ სადაც რაღაცას დატოვებ და მიდიხარ და მოდიხარ უბრუნდები, ტოჩკა იმენა გატრეკილი არის იდეალურად ხვდება ზუსტად იმ ადგილას. დანარჩენი არა. ერთი რაც შევამჩნიე, ეგ მართლა მაგრა აქვს გაკეთებული. მეც რა გამისწორდა მაგრად. მაგალითად ოთახში რო მაგალითად ავი YouTube-ს გახსნი ესე რა დიდ ეკრანზე. დადიხარ ოთახებში და ის იქ ისე რჩება. ხო, ანუ ზუსტად იქ რო რჩება მაგას გეუნები რა, იმენა. ანუ აი ჩათვალე რომ აი ითომ ტელევიზორია. იქ მერე კიდე რაღაცას გააძრო Facebook-ს გამოიტან იქ რჩება. ხო, ანუ დარჭობილია არ ინძრევა რა, სადაც ტოვებ იქ ხდება. ეგ გითხარი წეგან, ანუ ხო რა, იმდენად რეალურად ხდება და იმდენად აქ კარგად გაკეთებული. არა, გამიქრა რა ბიჭო მე ეს აი ხო, ნუ მე დიდი ხანი არ მქონია ეხლა მაგას ვერ ვიტყვი. ითამაშე და რო ბეზრდება რა. აი ხა მაგალითად ხო არის რომ აი ნეტა გქონდეს ეხლა რა მაგარი არ მქონია ძმაო ეგეთი ის აი მე მაგალითად ეხლაც quest-ი მინდა ჩუ quest-ი ფასთან შედარებით ძალიან მაგარი მოწყობილია ყველანაირად ფასთანაც გამოყენებითაც თამაშების სიმრავლითაც კი ბატონო და პლუს მინუს მართალია შედარებით დაბალი გარჩევადობის ეკრანები აქვს მაგრამ პლუს მინუს იგივე ფუნქციები. იქაც შეგიძლია ეს ეკრანების განლაგება, იქაც შეგიძლია იგივე ფუნქციების გამოყენება, მაგრამ ვიმეორებ შედარებით დაბალ ხარისხში. მაგრამ ნუ ფასი შედარებით ეგრესაც არ არის გაკეთებული, რომ დააკვდე მთელი დღე ზეთი. მოდი ესეც ვთქვათ. კი. ის ეკრანი კი გეთანხმები მაგარია, მაგრამ მთელი დღე მაგითი მაინც ვერ ივლი, როგორც იქ რეკლამებში განახეს, რომ კი ბატონო, მომავალში შეიძლება როცა იოგებს რო ატარებდნენ და მანქამდე თუ მივედით, რომ სათვალეში იყოს აი ეგ ყველაფერი, კი ბატონო. მანქამდე მივალთ ეგრე ივლის ქუჩაში ყველა. დაიცადე ცოტა. ახონები აღარ მაგის ეგ წინასწარმეტყველებიც არა. დაიცადე ცოტა ხანი. შენ 3 წელი ხომ ახვეწნინე ამ ინტერვიუზე და მე ვაფშე იმ სათვალეებით დამენახები ხო? აი იმას გაველოდოთ და მეორე პოდკასტზე მაშინ მოვა. და მაგ სათვალეებით დაგიჯდები პოდკასტზეც მაგრამ. იქნება ზუსტად. რა გინდა მეტი რაღა გავაკეთე პირდაპირ ეთერში გავაკეთოთ მიმოხილვა ძმაო. შენ იქიდან მე აქედან. კამერებს დაუბრუნდეთ და უпроსტად ჩვეულებრივ კამერებზე გადავიდეთ და თუ დაგღალე ძალიან დავამთავროთ. ისმეთ. ანუ კამერებს. კამერები. ფოტო, ვიდეო კამერებს. ვიდეო. კი ბატონო. წეგა რომ ამბობდით, რომ რასაც ჩვენ ვყიდულობთ, კომფორტს ვიქმნით და ვიმუჯობესებთ და რაღაც. ხო? კი. აუხსნათ ახლა ხალხს, რა მინიმუმი ჭირდება იმისთვის, რომ YouTube-ზე გამოჩნდნენ ვაფშე. სტრიმინგის დროს თუ ზოგადად ლოგების დროს. სტრიმინგი ცოტა რთულია, იმიტომ რომ კომპიუტერიც ისეთი უნდა კონდეს რა. აპარატურაც უნდა. ლოგები ვთქვათ. ხო, ლოგები უფრო, იმიტომ რომ სტრიმინგს დიდი დატვირთვები აქვს ახლა, ხო? ვიცით ეგ ძალიან კარგად. მოკლედ, აი ჩემგან ჩემი რა ვიცი, მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით. მე არ ვარ რაღაცა სერიოზული ვიდეოგრაფი და ასე შემდეგ. აი იუთუბერული რჩევა. ხო, YouTube-ში ვარ ახლა, მიხო. თადმე ხო არადებს სხვაგან ძმა. არა, ძმა. YouTube-ში ყველაზე მაგარი კამერა YouTube-ისთვის, ვლოგებისთვის არის Osmo. აჰა ძმა. Osmo. ეგ მესამეა. ამაზე მაგარი კამერა. მესამეა. ამაზე მაგარი კამერა ვლოგებისთვის არ არის. რავი, წადი და მიჩივლე სადაც კი. წადი ახლა და დათა ბატონო მიჩივლე სადაც კი. აი მართლა ძალიან მაგარი კამერაა. როცა ისიც გაქვს თავისი მიკროფონი, ხო? ხო, მაგრამ ერთად ძალიან ჯიგრულად ერთად ღრუტუნებენ კარგად, ხო?
იმასთანაც, მინისთანაც? მინისთანაც შვენივრად არაფერი გადამყვანია უნდა Bluetooth-ით ჩვეულებრივად უკავშირდება უპრობლემოდ მუშაობს, აი იდეალურად. მოიცა მინისთან Bluetooth-ით აკონექტებს და იმასთან wireless-ით? მიკროფონს გულისხმობ მინის. ხო, ჩვეულებრივთან wireless-ით არის და ამასთან Bluetooth-ით არის? Mic-ორის Bluetooth-ით კავშირდება, Mic-ორი. Mic ერთი არა, Mic-ერ სჭირდება უკვე ისა რა, USB-ში და შეერთო Type-C და მაგრამ Bluetooth-ი просто კავშირის დამყარებისთვის და არა მთლიანი იმისთვის, ხო ეს? Bluetooth-ი ვერ გაატარებს ეგეთ ხმას. მარტო მიკროფონი გჭირდება. ხო. მიკროფონი კავშირდება კამერასთან და всё, ხმა გაქვს. და ჯიგრულად ღრუტუნებენ ერთად. ყველაფერი მშვენივრად, არანაირი ხარვეზი, არანაირი ვაფშე. ყველაფერი შესაძლებელი მაღალ დონეზე. ხო, მაგრამ ეხლა ჩვენ ახალგაზრდობას ხო იცი, უკან უნდა გათხაპნონ და კინო უნდათ და მაგაზე არ გამოდის ეგ ამბავი. გადავიდეთ ეხლა. ხო, აბა რა, ლოგს რო იგებენ უკან. მაშინ უკვე სერიოზული მოწყობილობები. უკან უნდა გაითხრაპონოს, აბა როგორ გინდა. არა, ეხლა ეგრე ძალიან არ გინდა. ლინზები სჭირდება და ძალიან თორე FX-ები ჩვენ აი ლაშას ისეთი, რავი, ეხლა სტრიმს რო ეხლა ბოლოხანებში სტრიმებს მოუხშირა ლაშა. რომ მოწონთ ძალიან და აი მართლა უმაღლესი ხარისხი აქვს, ხო? რა ვიცი, ინტერესად თქვა ფასი რა. რავი, მე მგონი 6 თუ 7000 ხის მთელი ეს რიგი რაც აქვს მოწყობილი. FX-ი რომელი აქვს? FX-ი. 3 აქვს? კი. მარტო კამერა $3500-მდე 3000 კიდე მაგდენი ზევიდან 800 გახდა მე მგონი დაჟე ახლა ხო ზევიდან კიდე ლინზა ერთი მაგდენი ნუ უკვე ადიხარ 6-7-მდე ერთი ლინზა მერე ხო აი მაგას ვამბობ რა ხო არა თუ გინდა ისეთი საშუალო ხარისხი დასაწყისისთვის აი ნახე ეხლა მე შევთავაზე 6300 მაგრამ 6400-იც კაია ეგეთი ეგ რომ მე შევთავაზე ზივი ერთი ბიჭო კაია ეგ ის არის ლინზა რო ეცლება არა არ ეცლება ეს არის ბრიჯი მაგრამ ერთი და 8-იანი ლინზა აქვს ამას ანუ 24 მმ-ია და 1 და 8 არის ბრიჯია რა არ ეხსნება არაფერი ნუ ზომები ნახე ეს დაჟე იმაში მიდევს кейჯში მიდევს ხო თვითონ თავისი ბოდი ანუ უფრო ის არის რა აი кейჯში დევს ეგ აი ქვევის მაქვს ნახე რკინებზე მაქვს ნახე და ეს ხელისმოსაკიდი ხო იმიტომ რომ აი ეს ხელისმოსაკიდი თავისი არა აქვს რა იმენა ბრტყელია და ვერ გიჭირავს რა და ესეც ახლა სწრაფად რო დავადგა სადღაც და რაღაცა უმსუბუქესი 200 რაღაცა გრამი ერთი 700 დოლარი ხო 600 რაღაცა 700 არც აკლდება ფასი იმიტომ რომ თავის ფასში მოთხოვნადი კი არა მაგრა კაჩავს ომარ აი თავის ფასში იცი რა მაგარი კამერაა წარბებიდან რო დაგიჭერს ვერ გააგდებინებს Sony-ს ახლა ავტოფოკუსი ყველა მიცის ხო ესე აი რო დაგითრეოს აქეთ შანსი არ არის რა სტაბილიზაცია ეგეც ყველა მიცის Sony-ს რო ვაფშე არა აქვს Panasonic-ია სტაბილიზაცია ხო ესეა მეთანხმები ხო Panasonic-ი შტატივით Panasonic-ს просто ავტოფოკუსი არა აქვს რა ეს ხუთი ხო ვიყიდე მე Panasonic-ი რა. ხო, Panasonic-ს ავტოფოკუსი არა. აი ხო აქ ვებკამერად ეს ხუთი. ხო. Panasonic-ს ავტოფოკუსი არა აქვს, მაგრამ იმენა შტატივით არის. შტატივის კამერა, ხო, ჩელენჯებს ვიღებდი ხოლმე აქეთ რა. ხო. მე ბურთი მოხდა, ეკრანი მოუწყდა და ეხლა ვებკამერად არის. აი დამწყებებისთვის ძმაო, ამაზე კარგი კამერა ამ ფასში არ ვიცი, $700 ლინზიანი კამერა რო იყიდო, იმას ლინზა უნდა უყიდო. მე მაინც ვიყიდი ძმაო რა. როგორ? აი ეგორი რო დამიყენო, მე მაინც ვიყიდიდი Osmo-ს, ჩემთვის პირადად. Osmo უფრო სათრევია ისა ომარ. ანუ აი ესეთია რა, მაგრამ თუ აი ნახე წეგარად გითხარი. იმაში გეთახმები, ხო, ცოტა სათუთი მოსახმარი არის Osmo, კი, ერთი პატარა თუ მიარტყი, всё, გიმბალი. ხო, ხელში რომ მიჭირავს, სუმეშინია, რაღაცა არ მოუვიდეს რა. არა, ეგეთი ის არ არის, იმიტომ რომ პირველი რომ მქონდა, რავი, სადაღარ მოვაგდებდი. არა, ეგეთი ის არ არის ნაზიც. მაგრამ შესახედაობა აქვს ეგეთი ნაზის თორე. ხო, და აი ნახე, უყურე კუჭ გაზრდილებისთვის ვამბობ რა, ვისაც უკანაც გათხაპონა უნდა რა. ხო, ეგრე ახლა ხო, აი, რა თქმა უნდა. აი ეს გამოადგებათ. ეგ ვებკამერათაც შეგიძლია ხო გამოიყენო? კი, ახლა ეგ მაქვს შეერთებული, ანუ 2 ცალი მაქვს. ეხლა მაგაში მიყურებ ამაში, ანუ რა. მეორეც მაქვს და კიდე მესამეც მინდა, ისე მევასება რა.
ანუ მულტიკამერებისთვის და რაღაცეებისთვის რა, ხო ხტები? ის დიდი ხომ აქვს ჩაოლებროთ ძველი A7-იც მაქვს ლინზებს. და ესენი ვიყიდე აი პოდკასტებს და რაღაცეებისთვის და მულტიკამერებისთვის ერთს მაღლა რო აყენებ ერთს, გამა რო არ შეგეცვალოს და რაღაცეები მაგისთვის რა. ანუ ეხლა ცუდია, ეხლა თან წარმოიდგინე ლინკით ვართ ერთმანეთთან დაკავშირებული და შეგხედე საკაი ფოკუსი არ დაუკარგია საერთოდ. აი ეხლა მე ვხედავ იმენა თვალზე იმენ ჩავლებული აქვს რა. კი. უკანაც გითხაფნის. აი დამწყებებისთვის ეს კამერა არის. უკან ეხლა მართლა სიშავე გაქვს. ხო, მაგრამ ნუ გარეთ რო ხარ, ნუ თხაფნის რა, უმეტესობა ჩემი ვიდეოს ქუჩაში რაც მაქვს გადაღებული, ამითი ვიღებ რა. მეზარება, სერიოზულად გეუბნები, აი მართლა მეზარება ის უნდა ათრიო ის ბანდურა იმხელა, 2 კილო ნახევარი, იქ ლინზები აყენე და რაღაცა და ეს ჯიბეში გეტევა ჩაულებრივად. აი ეს кейჯი თუ არ დააყენე, ჯიბეში ჩაიდე, გამოიღე. დაჟე ესეც გასქელებული მაქვს, იმიტომ რომ ND ფილტრისთვის მაქვს და ეს სკოჩია ეს რკინა რა. თვითონ არის აი ეს, всё. აი ეს არის თავისი. აი გადამყვანი გაქვს ND ფილტრი რო დაუმაგრო. ხო, ეს მაქვს ND ფილტრისთვის რა. ნახე, აი. ზომა შეხე თითს უყურე და შეხე. მეტი რა ქნას ახლა? 1 ინჩიანი სენსორი აქვს. ტელეფონივით 5 მმ-იანი კი არა აქვს და 3 მმ-იანი. თავის საქმეს მართლა აკეთებს ამ ფასში. აი ეს არის იდეალური. და ნახე, თელი დღე ჩართული მაქვს. გადაცხელებებიც არა აქვს, როგორც Sony-ებს ემართება და ბევრ კამერებს. არ გადაგიცხ. ხო. ეხლა ბოლოს წამოსული Sony-ები ხო ნახე ცალკე ის ულანზის ის უნდა იყიდო ვენტილატორები და ხო, ის ქონდა. 6700-ია ხო ბოლო? ხო, ეგეც ცხელდება. ხო, კონდიციონერის ქვეშ მქონდა ძმაო ჩართული. ხო. აგემონებს ვიღებდი, გადახურდა და. კი. просто 24-ში უნდა გადაიღო და ნაკლებად გადაგიცხელდება, ერთი ეგ არის რა. მაგრამ ჩვენებს ხო იცი ხა 24. მაგრამ ეგ პრობლემა ყველამ იცის ეხა, ვინც ყიდულობს იციან რომ აქ ეგ პრობლემაა. ლაშაც კი მეუნებოდა რომ ომარო ხურდება მეთქი არა, მაინც ცადოთ მეთქი. აი, ცადოთ. ანუ ეხა რა კამერით იღებს შენ ვაფშე ზოგადად? FX30 და Osmo. FX30 გააქვს, ანუ ნოისებზე როგორ ახარ დაბალ სიგნალებში? შო დაბალ სიგნალებში ხა სიმართლე გითხრა არ გადამიღია მე. ლოგით იღებ თუ პროსტა რეგ 709 იღებ? ჩაოლებრივად. 709. როგორც კამერა, შავესი კამერაა ძმა. ჯერის მომწოს კულერი აქვს ჩაყენებული რა. მე 3-ს ფიქრობ, კაი ხანია, მაგრამ მაგაზეც გამკრა უცბად, გაიგე? ხო, FX3 full frame-ზე უფრო მაგარი, ეს კრაფია. ხო, 30 კროპი არის. თან ლინზებიც უნდა შეიცვალო მერე და აი მის ჩემი ისე full frame-ზე დავჭი ყველა 3 ლინზა მაქვს უკვე full frame-ის ხო ხდები და ანუ ეხლა შენ FX30-ისა 3 იყიდო, შენი ლინზები წავა იმაზე. წასვლით ერთმანეთის ისედაც მიდის ოღონდ უყურე? არა, სხვა რაღაცაა, ნახე. მე რო ეხლა 50 მმ-იანი full frame-ზე მაქვს, შენთან რო დავაყენო, ეგ იქნება 70 მმ. და მაგხელა ოთახი არა მაქვს, ანუ აღარ მეყოფას დაშორება კამერას. ხო, ეგ გასაგები. ხო ხდები? ანუ 35 გაუპაპანე ძმაო FX3-ში. არა, ჯერ მე ვარ დაბაბანებული. რა გიხსოვ ხარ ამხარი? 3 და 8 და ნუ არასტამოშკება. და ბიჭო? კი. ბაზარი. არა 3 და 8. ჯერ მე ვარ დაბაბანებული, ვერ ვაბაბანებ ჯერ. მაშინ ან მაგას ფიქრობ ან FX6 რა, ბარემ თუ ბაბანი იყოს რა. თვითონ შიგით ND ფილტრები რო აქვს და რაღაც. ხო რა. კომფორტიც მაო, აბა როგორ გინდა ხა? ეგ მაგარია, კი ბატონო. ძალიან მაგარია. ეგ რა თქმა უნდა ეხა მე არ მჭირდება პირადად, მაგრამ მაგარი კამერაა ზოგადად. მაგრამ შეგა ეგ ათამდია მგონი, 6. არა, 6. 15 ღირს ისა ბურანო. ბურანო. ეგეც. ბურანო. ბურატინო დაიმახსოვრ და გაგახსენდება. მოიცადე, ბურანო ცალკე ის არის? 15 ღირს თუ 25, აღარ მახსოვს რაღაც. ბურანო ბრენდია ზოგადად ბურანო? არა, Sony-ია. Sony ბურანო? ხო, სერია ეგეთი. ხო, პირველად გავიგებიცე. კი. ეს იუთუბერები ვაფშე აზე არა. ვაფშე აზე არ არიან არაფერს. ბურანო.
რაღაცა კურორტია მომიგდო ბიჭო. სონი ბურანო ჩაწერე ბიჭო, რა ის კურორტი. ის ხო არ ხარ რაღაც. გადაო. კი, ნახე. ასაღები ფასია იმენა. არა, ეს ახლა ნუ სერიოზულად. ოღონდ დროზე პინგიან როჟასთან უნდა იყიდო, ოღონდ ხო იცი რო არ დაგასწროს. არა, მაინც ამაზე ეგეთი ტაციობაა? არა, კაცო, ვინ არის მაგის ყიდველი ბიჭო, ვის რა თუნდა. ჩემდარი ავატყოფი თუ იყიდის მაგას 1000-ში ერთხელ ეგ მან დეკა პინგი რადგინდა. ეს იმენა ოპერატორის კამერაა. ხო, არა, ეგ ისეთ სინემა ლაინია. ბიჭო, უყურე, ანუ ეს FX-ები და რაღაცა სინემა ქვია, მაგრამ არ არის ეგ ტრუხა არის, ეგ არის ჩვეულებრივი იუზერის კამერა რა. არ არის სინემასთან კავშირში არა. FX-ი ტყუილა მარკეტინგულად ქვია, თუ სინემა თუ არის, მაშინ რატო არ წერს RAW-ს? რატო არ წერს? კინოკამერა თუ არის, RAW-ს რატო არ წერს? ატომოსი უნდა მიაერთო და ატომოსმა უნდა ჩაიწეროს. აი ამ თემაზე შელაშა გჭირდება ძმაო. ლაშა მჭირდება კი, მაგრამ ლაშას არ უყურ, მაგრამ ოქნა ხა. ბიჭო ვეტყვი, მეთქი რა ხდება ლაშა. უთხარი შევა. ხელმა რა დაგიჟი იქ რაღაცა საელჩოშიო, რამენაირათო შევაო უთხარი. ხო, ეტყობა ვიზა რო გაგივიდა აი მაგითო. შეიძლება ხო, კი. ეგ ამბავია. მაგას ლაპარაკი თუ უნდა მოვიდეს თვითონო და ვიზა არა აქვს და ვერ მოვაო, გაიგე? უყურე მიხეილ, ამ პოდკასტს ხო ნახავს ახლა ლაშაც. გულია უჩუქდება. სლეზი გორდოსტი უნდა მოვიდეს. და მე მოვა. უფრო მოგწევს მე. ნახოთ. აი ნახავ რა. მოვალ. ალბათ მოვა. მადლობა. დიდი მადლობა მაყურებელს და ისა MacBook-ზე ველოდები კომენტარებს რა მაინტერესებს და აი მიხეილ და აი პროკაზე გარი გახუნებულ კომენტარებს აბი და გაეცი პასუხი კი ბატონო იმედია ისიამოვნოთ მეგობრებო გამოიწერეთ აუცილებლად მიხეილის არხი და კიდე იქნება იმედი მაქვს სხვადასხვა ჩემი არა ომარისი გამოიწერეთ იმიტომ რომ აი უკან ნახეთ რა წერია 199,000 რაღაცა ფიმფამ ფუ და ჩემი არა ის გამოიწერეთ შეუსრულეთ 200,000 მადლობთ. მე არაფერი არ დამაკლდება მაგისი ახლა. არა, რატო ახლა? არა ბიჭო. აუცილებლად გამოვიწევოთ მიხეილის არხიც. არხიც. აი და უკვე თავში ამივარდა მიხეილ. მადლობა, ბედნიერეთ. Peace.